მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. Ამდენ ხალხს რო შევხედე, გავიფიქრე, ეს ჩემი ეფექტია და ზებულონის თუ მეთქი და მივხვდი, რომ ცოტა უფრო მეტად ზებულონის არის. მაგრამ მე შევეცდები, რომ გავამართლო, ასე ვთქვათ, ეს მოლოდინი. ეხლა ჯერ რომ ზოგადად მოვხასოთ, ხო, ეს შეხვედრა რის ფარგლებში იმართება? ეს იმართება სალონური საუბრების ციკლის ფარგლებში, სახელწოდებით საუბრები ლიტერატურაზე და მოკლედ როგორც თქვი, დღეს მე უნდა გავუძღვე საუბარს ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ნაწარმოებ ზებულონზე. ეხლა თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მე გარკვეული ხანია, რაც მინდა ზებულონთან დაკავშირებით ლექციის გაკეთება, მაგრამ რაღაც მიზეზებიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა. აი თუნდაც შარშან მაისში ჩემი სურვილიც იყო და აზროვნების აკადემიაც ამაში მხარს მიბამდა, რომ ჯემალ ქარჩხაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ლექცია გამართულიყო ზებულონზე, მაგრამ მაშინ ვერ გამოვიდა. და მე ხა პრინციპში დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება არა მარტო ზებულონზე, არამედ ქარჩხაძის სხვა რომანების გარშემო სალონური საუბრების ციკლის გაკეთება, ფიქრობ ეს საინტერესოა და დღეს რო გამოხმაურებას და ადამიანების ოდენობას უყურებ, იმასაც მივიჩნევ, რომ ეს მარტივად განხორციელებადი იქნება. კარგი. ხო, და ეხლა პირადად რომ თქვა, აი ამ ზებულონთან დაკავშირებით. მოკლედ ეს ამ რომანთან დაკავშირებით არის ერთი უცნაურობა. 1988 წელს გამოიცა და თანამედროვე ქართველმა მკითხველმა ეს რომანი დიდად აიტაცა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ეს ენთუზიაზმი დიდად არ გაუზიარებიათ შესაბამის მკვლევრებს, შესაბამის მეცნიერებს თუ მოაზროვნეებს. აი ყველაზე ზოგადად რომ ვთქვათ, ინტელექტუალთა წრეებს. და თქვენ თუ მოძებნით ამ რომანთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევა არ არსებობს. და თუ ინტერნეტში მოინდომებს კიდევ ვიღაცა მოძიებას, რამდენიმე თითზე ჩამოსათვალად განხილვას თუ ნახავს და პრინციპში არც ლექცია და საჯარო ლექცია ამაზე არ არის და ამიტომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დღეს წილად მხვდა და ერთგვარად გამომდივა რაღაცნაირად პირველი მერცხალივი და თითქოს პირველი მცდელობა არის. თავის მხრივ, ეხლა აქვე მინდა ვთქვა თვითონ მოტივებზე, აი ჩემი მხრიდან ამ ზებულონის არჩევის მოტივებზე. თავად ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ალბათ ჩემთვის ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტექსტი. და მე ვიტყოდი, რომ სოფლიო ლიტერატურაში ყოველ შემთხვევაში იმას, რასაც მე ვიცნობ, ეს ტექსტი ჩემ გამოცდილებაში, აი თავისი ზეგავლენის და ძლიერი ზემოქმედების თვალსაზრისით ყველა სხვა დანარჩენ ნაწარმოებებს აღემატება. და აი ამ ზემოქმედების თვალსაზრისით, ეხა სპონტანურად ასეთი აზრი მომდის, მე მას შევადარებდი კინოდან რო ავიღოთ მაგალითი და მე მიხვდებით, რატომ მომივიდა ეს ასოციაცია. აი ყველასათვის ცნობილი ფილმია ასევე მილოშ ფორმანის ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, ხო? აი მე მახსოვს ზეგავლენის თვალსაზრისით ვადარებ პირადად ჩემი გადმოსახედიდან. ძალიან რაღაც პატარა ასაკში მოზარდობისას ვნახე ეს ფილმი და დღემდე მომყვება ეს უდიდესი გავლენა. და როცა ცხოვრებაში მიდგება ხოლმე რაღაცა მძიმე მომენტი თუ გადამწყვეტი მომენტი, ყოველთვის ჩემს გონებაში აღვიდგენ ამ ფილმის სცენას. და მე იმისიც მჯერა, რომ სამომავლოდ, აი ცხოვრებაში რა სირთულეც არ უნდა შემხვდეს თუ როგორც არ უნდა დამცენ, თუ მოვახერხებ, რომ ჩემს თავში მოვძებნო, ან აღმოვაჩინო ხელახლა ის ინდიელი, დავიჭირო ის მუსიკა, რომელიც ამ ფილმის ბოლო სცენაში ისმის, ასეთ შემთხვევაში მე წამოვდგები და გავაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მინდა ჩემს თავისუფლებაში. და აი ეს სცენა თუ ეს ფილმი, აი ამისი ნახვაც კი აღარ არის თითქოს საჭირო ხელმეორედ. არამედ ისეთი არის შთაბეჭდილება, თითქოს ეს შენს რაღაცა ღრმა შრეებში უკვე არის ჩაწერილი და აი ზეგავლენის თვალსაზრისით ზებულონიც დაახლოებით ასეთია. და აი ასეთი ფილმები, ან ასეთი წიგნები თუ ასეთი გმირები, აი ზებულონი ვახსენე და იგივე ეს ფილმი მოვიყვანე, ხო? იმისთვის კი არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა და იმისთვის კი არ უნდა უყუროს თუ გაეცნოს, რომ ინტელექტუალურად ასე ვთქვა თავი მოიწონოს, არამედ იმისთვის, რათა შინაგანად გაძლიერდე და გაღრმავდე. და ასეთი გმირები, წიგნები და ფილმები ჩვენში ქმნიან ძალიან ძლიერ ხატებებს და ძალიან აღრმავებენ შენ შინაგანს. აი ხა საკუთრივ ზებულონზე ცოტათი პრელუდია რო გავაკეთო და მე უფრო ნაბიჯ-ნაბიჯი სვლა მექნება. ზებულონზე რო ვთქვათ. აი ჯემალ ქარჩხაძე ხა მე მივიჩნე, რომ ამ ზებულონში ბრწყინვალედ წოდება იმას, თუ რა არის სიკვდილი, რა არის სიცოცხლე და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მისი ზეგავლენა ასეთი მასშტაბური, სწორედ ეს სიკვდილ სიცოცხლის ასეთი ოსტატური გათამაშება არის და მკითხველს მაქსიმალურად შეაგრძნობინებს. აი თვითონ ზებულონის გმირი რო ავიღოთ, ხო? ეს არის ადამიანი, ასე გვაცნობს ჯემალ ქარჩხაძე, ცალთვალა ისახარის ვაჟია, რომელსაც მამას მოუკლავენ უსასტიკესი წესით და სახლში მიუყვანენ, ფაქტობრივად დაჩეხილი იყო ის ადამიანი. მერე ცხოვრებაში გამოცდის ასევე უმძიმეს რაღაცას, როდესაც სატრფოს თვალწინ წაართმევენ. პირველ ჯერზე მისი რეაქცია მამის შემთხვევაში იყო ასეთი,
რომ ნადირივით დაიწყებს ზმუილს და როდესაც სატრფო თვალწინ წაართვეს, იქ უკვე ბავშვით აქვითინდება და ორივე შემთხვევაში ზებულონი თავისი დაბადების დღეს წყვლის, სიცოცხლეს წყვლის და სულ მთელი რომანის განმავლობაში ის ნატრობს სიკვდილს და ვარდება რაღაცა უფსკრულში, ან შეიძლება ითქვას რაღაც სიცარიელეში. მაგრამ აი ამ სიცარიელის და უფსკრულის მიუხედავად, მასში ამ თითქოს უფსკრულშიც განაგრძობენ ბრძოლას სიცოცხლისეული ძალები. ხო, სიცოცხლისეული ძალები არა მარტო თავის გადარჩენისთვის და თვითშენარჩუნებისთვის, არამედ ზრდისა და გაფართოებისთვის. აი ისიც ყურადღებას მიგაქცევინებთ, რომ ისიც შემთხვევითი არ არის, რომ რომანში ზებულონი რა საქმიანობას ეწევა, ის არის მებრძოლი და ის არის მეომარი. ეს მისი მეომრობა და მებრძოლობა ერთგვარი მეტაფორაც არის და გამოხატავს საერთოდ სიცოცხლეს და სიცოცხლის მისწრაფებას და მის ბრძოლის უნარიანობას. მე რა ვიცი, ამას ასე დავინახავდი და რაღაცა აი თავის უკვე მოწიფულობაში ზებულონი იმასაც მიხვდება, რომ სიკვდილის ნატურა რეალურად არის სიცოცხლის ცრუ ნიღაბი. ეს არის ის ნიღაბი, რომლითაც სიცოცხლის დაუოკებელი სურვილი და დაუოკებელი მისწრაფება თავის თავს ფარავს ჩვენს მოსატყუებლად. და რადგან აი ეს, რა ვიცი, სპონტანურად მომივიდა, თუნდაც ამ ფილმიდან, აი ვიღაცამ გუგლის ბუდეს გადაუფრინა, იქაც პარალელს გავავლებ, აი უკეთესად რო წარმოვისახოთ რა, ჩვენ შინაგანში გავაღვიძოთ ეს თუ აღმოვაცენოთ. ბოლოს სცენას გაგახსენებთ, ასეთ სცენა არის, ასეთი მთავარი გმირი ვინც არის, რავი, ალბათ უმეტესობას ნანახი გაქვთ, ჯეკ ნიკოლსონის გმირი, ხო? და ის წევს, ასე ვთქვათ, და იმ პალატაში შედის ეს ინდიელი, დაიხრება მისკენ და მისთვის ასეთი რაღაც ოპერაცია აქვს ჩატარებული, ლობოტომია, რაც ტვინის ამოღებას გულისხმობს. ინდიელი მიხვდება, რაშიც არის საქმე, გაშეშთება, ხმას არ მოიღებს, მოიმარჯვებს ბალიშს და ბალიშით უკვე განიზრახავს ამ მაკის გმირის მოკვლას, ასე ვთქვათ. და ეს მოკლა იქ გაიაზრება, როგორც მისი გათავისუფლება. იქ მერე ფილმში ახლა ოპერატორს გენიალურად გაკეთებული, რომ კადრი მერე ხდება, შორი კადრი მოდის და შენ ხედავ, რომ ის ბალიშს როგორ ადებს თავზე და თან თავარი გმირი, ეს მაკის გმირი, ფეხებს როგორ აფართხალებს. ეგ ფეხის ფართხალი რას ნიშნავს? ეგ არის სიცოცხლის გაბრძოლება, მიუხედავად იმისა, რომ შენ ამოგაცალი შენი ყველაზე მთავარი ორგანო, რაც არის ტვინი, ხო, მთლიანად ეს არის არსებით. მთავარი ეგ არის ხო. ხო და ამით ეს იმისი ნიშანიც არის და იმისი გამოხატულებაც არის, რომ ცხოვრებაში რაც არ უნდა დაკარგო, ან ვინც არ უნდა წაგერთვას, სიცოცხლე შენში თავის თავს მაინც ართმობს. სიცოცხლე მაინც განაგრძობს ბრძოლას, სიცოცხლეს არ უნდა წასვლა, არამედ სიცოცხლეს ვსნებავს თავისი თავი თითქოს ეგოისტურად. ქარჩხაძე აქ რას აკეთებს ზებულონის სახით? ეს წიგნი რაზეა? ეს არის დიდი წიგნი. ეს წიგნი არის სიცოცხლეზე. ეს წიგნი არის სიცოცხლის ზეიმზე. მე ვიტყოდი ამასთან სიცოცხლის კარნავალზე. სიცოცხლის ცრუ ნიღბებზეც არის ეს წიგნი და სიცოცხლის ერთ-ერთი ცრუ ნიღაბი არის სიკვდილის ნატურა. თან წიგნი არის კიდევ სიკვდილზე. ოღონდ ისეთ სიკვდილზე, რომელსაც კი არ უნდა ინატრო, არამედ რომელსაც ჩუმად უნდა ელოდე და რომელიც შენთან მოდის ცისფერი სიკვდილის სახით. და ამ ცისფერ სიკვდილს შეუღლები წმინდა და აუმღრეველ სიყვარულში. ეს რაღაც ფინალია, ხო, ასეთი. და მე ახლა კითხვა მიმიჩნდება, რომ ამ სიკვდილის შემდეგ არის კიდევ სიცოცხლე რა არის? ეხლა მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ახლა ამ რომანიდან გამომდინარე, რომ ჯემალ ქარჩხაძე აგრძელებს დიდ რელიგიურ თუ მეტაფიზიკურ ტრადიციას და ის ფიქრობს და მიიჩნევს, რომ კი არის ამ სიკვდილის შემდეგ რაღაც. იმის შემდეგ იწყება ახალი ცხოვრება. ნუ პრინციპულად შეიძლება ითქვას, რომ ეგ გარდაქმნილი ცხოვრება. და ამიტომ ეს წიგნი მარტო სიკვდილ სიცოცხლეზე და სიცოცხლის ცრუ ნიღბებზე კი არ არის. ეს წიგნი არის დიდ რწმენაზე, ოცნებაზეც და სინამდვილესაც. და ამგვარად ისეთი ძალიან ძლიერი რამ არის. ხა მე რადგან ცოტა წინსწრებები მქონდა, უბრალოდ ეს პრელუდიის სახით არის და მე იქიდან ამოვდივარ, რომ თქვენ უმეტესობას უკვე წაკითხული აქვს ეს რომანი, ვისაც წაკითხული არ აქვს, იმედი მაქვს წაიკითხავს და აქვე ბოდიშს მოუხდი იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებულად ვასპოილერებთ თითქოს. მაგრამ
ეხლა თავად რომ გამოვხატო ეხლა რამდენიმე სიტყვით, ასევე ის შთაბეჭდილება, ან ის ზეგავლენა, რომელსაც ეს წიგნი ახდენს ჩვენზე, თუ ახდენს, რა ვიცი, ჩემზე. აი, ამით აქ ცოტათი ეხლა ამ დრამატული ხაზიდან ცოტა კომიკურზე გადავიდოდი და ანეკდოტურ ამბავს გავიხსენებდი. მე რო აქ უნდა ჩამეტარებინა ეს ლექცია, ხო, უნდა მომზადებულიყავი ხა გარკვეულწილად და ეს მეორედ უნდა წამეკითხა თუ გადამეკითხა და მე ჩემ თავს ვუთხარი, რომ ამ წიგნის, ამ რომანის ბოლო იმ სცენის წაკითხვას მე მარტო ვერ გაუძლებდი, ეს მე ნერვებს ნამეტანი ამიწეწავდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ თავი დამეცვა და მოვიფიქრე ასეთი რამე. იმ დღეებში მიწევდა სუფრასთან სუფრაზე მოხვედრა და ვიფიქრე, ანა, გეგმა დავაწყე, მოიმარჯვე სმარტფონი და იმ სუფრასთან წაიკითხე ბოლოს სცენა. მართლაც ეს გავაკეთე, იმ სუფრასთან იყო დიდი რიარია, кейფი, ცეკვა, სიმღერა და საინტერესო ისაა, რომ მე ბოლოს სცენაზე ცრემლები მაინც წამომევიდა და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ამ წიგნში, ესე იგი, იმდენად ღრმა ადამიანური ტრაგედია არის გადმოცემული და ისეთ ღრმა ადამიანურ შრეებს ეხება, რომ ამას ვერ გადაფარავს ვერც кейფის მხიარულება და ვერც სოციალურად განპირობებული სირცხვილის განცდა სხვათა წინაშე. ხო შემრცხებოდა რა მეტი რა ხო და ანუ ეს ისეთი წიგნი ეხა კიდევ ზოგადად შემოვლა რო გავაკეთო რა შემოვლითი გზით რომ მეუდგე, რომელიც ინტელექტუალურად კი არ უნდა გაანალიზო და მერე მოექცე მისი ზეგავლენის ქვეშ და მერე გაიაზრო მისი ზემოქმედება, არამედ სანამ ამის გააზრებას და გონებით გაანალიზებას მოახერხებდე, მანამდე ეს წიგნი თითქოს და აი ეს მთელი ამბავი, ზებულონის ამბავი ტანში გადაზნს, თითქოს მანამდე ტანით გრძნობ, შენი გული ფეთქვას იწყებს, თვალებიდან ცრემლები მოგდის, სხეული კანკალებს და წიგნი თითქოს და მასში გადმოცემული მთელი ამბავი შენში ურტყამს რაღაც ყველაზე ღრმას და ამას მე ვეძახი არაცნობიერს და იქ ტანში გცრის და აი ტანის მედიუმის გზით ეს უკვე გადაეცემა შენს ცნობიერებასა და შენ გონებას და ამის გაგება რო შეძლო, იმისთვის ცარიელი თავი არ კმა რა, მე ვიძახი ამას გამოვხატო, ტანი უნდა გქონდეს, ასე ვთქვათ და ეს არის ალბათ შეიძლება ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, ცოტა ეგრეთ წოდებული ინტელექტუალური წრეები უფრო თავშეკავებულად რატო ეკიდებიან ამ წიგნს და მეორე მხრივ იგივე რაღაცა არის მიზეზი იმისა, მასობრივად ასეთი პოპულარობით რატო სარგებლობს ეს წიგნი. ამის გასაგებად შენ არ გჭირდება მაინც და მაინც რაღაცა ძალიან გამობრძმედილი ინტელექტი თუ დახვეწილი ან რაღაც განსაკუთრებული განათლება. მთავარია ქონდეს შეგრძნება. აი ყველა მწერალი რო გაიგო, აი სხვადასხვა რამ გინდა, იგივე მაგალითს მოვიყვან, ხო, რადგან ლიტერატურაზეა მაინც ეს ციკლი. აი პრუსტის შემთხვევაში პრუსტით რო ადამიანმა სიამოვნების მიღება შეძლოს, ნუ იმას ძალიან ისეთი გინდა დახვეწილი და ნატიფი ინტელექტი და მე პრუსტის კითხვას ახლა ასე სპონტანურად შევადარებდი სალონურ საუბრებში ყოფნას, უბრალოდ რაღაც არისტოკრატულ სალონებში ყოფნას და იქ საუბარს, სადაც იციან სიამოვნება როგორ მიიღონ გაწელილი სიტყვისგან, რაღაცა აზრში ძალიან ნატიფად ჩაფენილი ნიუანსისგან, ასევე იციან სიტყვით როგორ შემოუარონ რაღაცა საგანს, იმიტომ კი არა რომ პირდაპირ ამის თქმა არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ რომ საკმარისი მოცალეობა აქვთ ამისი და იტანჯებიან ეგრეთ წოდებული არისტოკრატული მოწყენილობით. და ზებულონს რაც შეეხება, ზებულონს რომ ადამიანი კითხულობს, იქ ვერ მოიწყენს, ვერც ამ წიგნს ვერ მოწყდება და ასე ვთქვათ, ვერ დაამტკნარებს ამ წიგნის კითხვის დროს, ის კი არა, დახურვაც არ გინდა და აი საიდუმლო მე რაც ძირითადად მაინტერესებს და პრინციპში ეს საუბარიც ამას ეთმობა, რა არის, აი როგორ ახერხებს ამას თვითონ ჯემალ ქარჩხაძე, ამისი ავტორი, რომ შენ ასე ჩაგითრიოს. მე ჩემ პრომოშიც ვთქვი და აქაც კიდევ ხელახლა ვიტყოდი, რომ ჩემი გადმოსახედიდან ქართულ ლიტერატურაში ან ქართულ აზროვნებაში თუ ვინმეს აქვს წოდომა ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ არაცნობიერზე ავხსნით, მე რაღაც იუნგისეული ტერმინია და ვისაც შეუძლია რაღაც ამ არქეტიპების ახმიანება, მძლავრი ახმიანება, ეს არის სწორედ ჯემალ ქარჩხაძე. ხა არქეტიპი ვახსენე და რა არის არქეტიპი? არქეტიპი არის ყველასთვის საერთო, საყოველთაოა, იქ ჩემი შენი არ არსებობს. ეგ არის უნივერსალური კონსტრუქცია, რომლის გზითაც ან რომელთა გზითაც ხდება კაცობრიობის მიერ დაგროვილი გამოცდილების გადაცემა გენეტიკურად და ეგ არის შენი ფსიქიკის ყველაზე ღრმა შრე და ქარჩხაძემ რაც გააკეთა ამ თავის ზებულონში
იმიტომ გადაგვირია ყველა. ხო და რაც გააკეთა, ფაქტობრივად თვითონ ზებულონის გმირი და ზებულონის ამბავი მოათავსა ამ უნივერსალურ მატრიცაში და ამ გზით ეს ამბავი და ეს გმირი შეივსო საკაცობრიო გამოცდილებით და მან თითოეულმა მოვლენამ ამ წიგნში და თითოეულმა პერსონაჟმა შეიძინა უღრმესი ადამიანური საყოველთაო და ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობა. ამიტომ ეს ყველა ადამიანს ატანს განურჩევლად იმისა, რა ვიცი, რა ინტერესები აქვს თუ რა საფეხურზე იმყოფება ინტელექტუალურად. აი ამის გამოხატვა ცადე. და თვითონ ეხა ქარჩხაძეზეც რომ თქვა, აი ჯემალ ქარჩხაძეზე რამდენიმე სიტყვა. ეხა სამწუხარო არის, რომ ქარჩხაძე სათანადოდ არ არის შესწავლილი. მე გულისხმობ რაღაც კვლევებს თუ ასე შემდეგ, ხო? და ასე აფასებენ ხოლმე ჯემალ ქარჩხაძეს, რომ ქარჩხაძის პროზა არის ინტელექტუალური პროზა. მე კიდევ უფრო დავაზუსტებდი ამას და ვიტყოდი, რომ ქარჩხაძის პროზა არის ფილოსოფიური პროზაც. აი თუ ავიღებთ მაგალითად ზებულონი, რო ცოტა ხანი გვერდით გადავწიოთ და მწერალს და მის შემოქმედებას რო შევხედოთ, მისი ისეთი ნაწარმოებები, როგორიც არის ქარავანი. ან რო ავიღოთ საერთოდ სულ ბოლოს დაწერილი გამოუქვეყნებული დაუმთავრებელი უფრო სწორად შრომა, რომელმაც დღის სინათლე საუკუნეთა მიჯნაზე იხილა განზომილება. ეგ ფილოსოფიური არის, ხო, უკიდურესად და განსაკუთრებულად კი მე გამოვყოფთი და მოვიხსენიებდი, არ ვიცი, ასევე ყოველთვის საყვარელ მოთხრობას, რომელიც სასკოლო პროგრამაშიც კი არის შეტანილი, იგი. ეხლა რამდენიმე სიტყვით იგიზეც უნდა ვთქვა და კონტრასტი უნდა გავაკეთო ზებულონთან. ანუ იგიში ქარჩხაძემ რა გააკეთა? რატო ვიძახი რომ ფილოსოფიურია მეთქი? ქარჩხაძემ აღწერა პრეისტორიული ხანა, ანუ წინარე ისტორიული, როცა ადამიანმა დაიწყო აზროვნება და როცა ადამიანმა დაიწყო გამართულად სიარული. და შემთხვევითი არ არის ამ მოთხრობის სახელი, სახელად მოთხრობას ქვია იგი და მოთხრობის ბოლოს სიტყვებიც ასეთია, რომ იგისგანო სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იყო იგი. ეხლა ეს რას ნიშნავს? ამდენი იგი. ეგ იგი რა არის საერთოდ? იგი გამოხატავს გონებას. ეს სიტყვა თვითონ იგი ეს გამოხატავს თავისუფალ სულს ან რაღაცა თავისუფალ გონს. ასევე ეს ასახავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ჩართული კი აღარ არის ასე უშუალოდ სამყაროსეულ თუ ბუნებისეულ ძალებში და მათთან გადაჯაჭვული და მათ მორჩილებასა თუ ტყვეობაში მყოფი. არამედ ადამიანი ახერხებს ამ სამყაროსეული თუ ბუნებისეული ძალებისგან გამოყოფას, გამოცალკევებას, ცალკე დადგომას და იქ აკვირდება სამყაროსეულ და ბუნებისეულ ძალებს და უყურებს მათ უცხო თვალით და ნეიტრალური თვალით. და აქ უკვე ადამიანი თავის ხელში იღებს მართვის სათავეებს. ანუ მე რაღაცა ძალები კი არ მათამაშებენ, არამედ ჩემ ხელშია კონტროლის სადავეები. და ეს სხეულებრივ დონეზე, აი ფიზიოგნომიურად რო ვთქვათ, გამოიხატება გამართულ სიარულში. რეალურად მოაზროვნე ადამიანი ვერტიკალურად დაფუძნდა გამართულად. სანამ ასე ხარ, ოთხზე ხარ, იქ ვერ აზროვნებ. და ხო, ამას ვამბობდით, რომ თავს სათავეებს იღებს და ეს გამოიხატება მის სიარულში და იგი არის ის გმირი, რომელიც ახერხებს იმას, რომ გახდეს თავისი ცხოვრების ბატონ პატრონი, ასე ვთქვათ, გამოეყოფა თავის ტომს და ასევე თავისი ბედისწერის შემოქმედი, იგიც არ არის შემთხვევითი რამ. და იგისგან განსხვავებით მე ვიტყოდი, რომ ზებულონმა ეს ვერ მოახერხა. ეს აქტი მან ვერ განახორციელა. აი ეხა იგი ასე შეიძლება აბსტრაქტულად ჟღერდეს, მაგრამ ნებისმიერი ჩვენგანი მე რო აქ მოვედი ლექციის ჩასატარებლად თუ საუბრის ჩასატარებლად და თქვენ რო აქ მოხვედით ამის მოსასმენად, ეს არის თითოეული ჩვენგანის მცდელობა იმისა, რომ ჩვენში არსებული იგის აქტუალიზაცია, მისი განამდვილება მოვახდინოთ. ანუ იგის დონეზე მე რას ვაკეთებ? მარტო ზებულონს რო წავიკითხავ, კი არ მოვთქვამდა მეტირება. არა, ეგეც იყო, მაგრამ ამის მერე ფიქრობ რა მატირებს? გამოცალკევდები რატომ მატირებს? ან რა მაცინებს? რატომ მაცინებს?
და აქ საქმე იმაშია, რომ ეს ვნებები, შენი ემოციები კი იმ მომენტში გიპყრობენ, მაგრამ ეგ მაინც წარმავალია, რაც რჩება, ეს არის ის პრინციპები, ის საწყისები თუ მიზეზები, რასაც შენში არსებული იგის, შენში არსებული თავისუფალი გონების მეშვეობით დაინახავ. და ზებულონის შემთხვევაში ამ იგის თუ ამ თავისი თვითობის განამდვილება ვერ ხდება, რატო? ის რჩება მაინც საბოლოოდ რაღაც არქაული ძალების ტყვეობაში, ეს მე კიდევ უკეთესად განიმარტება. და მე ასე ვიტყოდი ბედისწერის ტყვეობაში. და ეხლა ცოტა შორს გავაკეთებდი ინტერპრეტაციას. ცოტა შორს წავიდოდი, რომ ამ ბედისწერის ტყვეობაში, ზებულონში, ამ ნაწარმოებში თვითონ მარტო მთავარი გმირი კი არ არის ზებულონი. ნაწარმოების ყველა პერსონაჟი ბედისწერის ტყვეობაშია. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ასე მოგვითხრობს ქარჩხაძე. ზებულონის დედმამას ყავდათ ზებულონის გარდა 4 ძე. დაბადებისთანავე გარდაიცვალნენ ესენი, სიკვდილი თავიდანვე ტრიალებს და მთელ რომანში ტრიალებს. ასეთივე ბედისწერის ტყვეობაში არიან თვითონ ნესტანი რო ავიღოთ ეს გმირი. და ბედისწერის ტყვეობაში მარტო ცალკეული გმირები კი არ იმყოფებიან, მაგ ბედისწერის ტყვეობაში არის მთელი ქართლი ტერიტორიულად და მთელი საქართველო და ეხლა მე ძალიან შორს გავარეკავ ბრჭყალებში. შორს ვიტყოდი ასეთ რაღაცას, რომ ზებულონი თითქოს ეს გმირი სიმბოლო არის ქართლის და საქართველოსიც და ეხლა რატო? აი ეგ რო გავაკეთოთ, ეგ არის მდგომარეობა ეს გმირი. როცა შენში არის რაღაც მისწრაფებები გონისეული, მაგრამ შენ საკმარისად კარგად გიჭრის და ძალიან კარგად, შენი მკლავი, შენი მხარი, მაგრამ გონება ჯერ შენში ისე არ მომწიფებულა და არ განვითარებულა. გონება შენ ჯერ ისე არ გიჭრის, რომ ბედისწერის ჩარხს თვალი გაუსწორო, გამოიცნო მისი მექანიზმი და შენ ჭკუაზე დაატრიალო ეს ჩარხი. ვიღაცა ეხლა აქ გაიფიქრებს, უბრალოდ მე ჩემ თავში გავიფიქრე, რომ ისა აბა ბექა ამილახვარი ხო ჭკვიანი კაცია. ვისაც ეს საკითხული აქვს, იმას რატო არ უჭრის გონება? აი ბექაზე მე ასეთ რაღაცას ვიტყოდი პატივს, მაგრამ ასეთ რამეს ვიტყოდი. ბექა ამილახვარი ხედავს იმას, რაც არის მიწის ქვეშ, როგორც ამბობს ჯემო ქარჩხაძე, მაგრამ ბექა ამილახვარი ზევით ვერ იყურება. და შენ თუ გინდა აზროვნება დააფუძნო, ზევით უნდა იყურო. და აი ერთი პარადიგმატული ამბავი არის ფილოსოფიაშიც და საერთოდ აზროვნების ისტორიაში. თალესის პირველი ფილოსოფოსის და მეცნიერის შესახებ, რომ აი თალესი მიდის და არ იყურება თავის წინ და არც ქვევით არ იყურება, იყურება ზევით და გასქერის თუ ასქერის ვარსკვლავებიან ცას მის ზემოთ. იქვე არიან მრეცხავი ქალები და თალესი არ აქცევს ყურადღებას მის წინ რა ხდება და ჩავარდება რაღაც ჩადრევანში თუ რაღაც წყლის ჭაულში, არ ვიცი. ეს ქალები დაახლიან სიცილს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ეს არის ამბავი იმის შესახებ, რომ აზროვნება, ფილოსოფია თუ მეცნიერება გონება დაფუძნდა ვერტიკალურად ზევით ყურებისას და მე მთელ ამ გამოცდილებას კანტი შეაჯამებს და იტყვის, რომ მე მაკვირვებს ორი რაღაცა ცხოვრებაში. ერთი არის მორალური კანონი ჩემში და მაგას ჩვენ ვეძახით სინდის, როცა შენ შეგიძლია შენ საკუთარ თავში ჩაიხედო და გაშიფრო ის ქარგები, ან ის რაღაც პრინციპები, რომელთა გავლენის ქვეშაც იმყოფები და მეორე მხრივ კანტის სიტყვებით მაკვირვებს ვარსკვლავებიანი ცა ჩემ ზემოთ. და ის იგივე ქართულ კონტექსტში რომ ვამბობდი ბექა ამილახვარს, ეს ვერტიკალურად ზევით ხედვა და მოძრაობა არა, მიწის ქვეშ რა ხდება იცის. და ეს რაზეც ვლაპარაკობ იგივე ამ გონების მოწიფვაზე და ბედისწერის ჩარხის შენ ჭკუაზე დატრიალებაზე. რომან ზებულონში ეს ოცნება ქონდა იოվել ბატონიშვილს თუ გახსენდებათ. ეს არის იოველის ოცნება ამ კაცის. ეგ ხო და იოველი ეგ ტრაგედიაც არის, ეგ ზებულონის ტრაგედია არის და მთელი ქართლის ტრაგედია არის, ეგ საქართველოს ტრაგედიაც არის, რომ მთელი რომანის ბოლოს განსაკუთრებით ეგ პიროვნება რჩება როგორც გათიშული და განყენებული პიროვნება. და მე ხა კიდევ უფრო შორს წავწევდი ასე ვთქვათ ჩემ ინტერპრეტაციას. აი როცა გაბრწყინებაზე არის ლაპარაკი, ხო იბერიაზე, ქართლზე თუ ასე შემდეგ. როცა ჩვენ ან შენ ან რა ვიცი ასე შემდეგ შევძლებთ იმას, რომ დავაგდოთ ზებულონის გზა და დავადგეთ იგის გზას, ჯემალ ქარჩხაძის იგის გზას, მაშინ ახდება იოվել ბატონიშვილის ოცნება. მაშინ დაიკავებ ღირსეულ ადგილს მსოფლიო კონტექსტში და მაშინ გაიბრწყინებ. მაგას თუ ვერ იზამ, წრეზე იტრიალებ. მასე წრეზე ტრიალებს ზებულონი და ეგ არის მისი ტრაგედია. ეხლა მე რაც გავაკეთე ჩემი პრელუდია და აზრები, ასე ვთქვათ, ჩემი შთაბეჭდილებები, თუ ხო
იდეები. აი მაინც ამ ჩემი საუბრის ამ პირველი ნაწილი უწოდოთ, ეს უფრო იყო ასოციაციურ პრინციპზე აწყობილი, ხო, ამას თქვენც ხვდებოდით. ეხლა მეორე ნაწილი ისე მინდა გავაკეთო, რომ თვითონ ეს წიგნი ავიღო, ასე ვთქვა და მის სიუჟეტს თანმიმდევრულად გავუყვე და აქედან მე ჩავუღრმავდე და განვმარტო მისი საკვანძო მომენტები და ეს რაღაც ერთგვარი ინტერპრეტაციებიც კი იქნება. მოდი თავიდან ზებულონის ახლა უკვე სწორხაზოვანი მსჯელობა იწყება ეს ასოციაციური. ვინც დაჩვეული არ ახართ ეს შემლაპარაკს ასეა ხოლმე. ჯერ ისევ მერიას. კაი. ეხლა სწორხაზოვნად რო წავიდე. თავიდან რო შევეხოთ კომპოზიციას, ასე ვთქვათ. აი ამ ნაწარმოებისას, ამ რომანისას კომპოზიცია არის წრიული. ხა ეგ რას ნიშნავს? რითი იწყება? იწყება იმითი გვაქვს შინყოფნა, ასე ვთქვათ, შემშობლიურ მხარეში, მე არის გამოსვლა იქიდან, ანუ დატოვება შენი მშობლიური მხარისა და ბოლოს არის დაბრუნება შენ მშობლიურ მხარეში. ზებულონი კონკრეტულად ტექსტი რო ავიღოთ, საბოლოოდ აღესრულება თავის მშობლიურ მხარეში და კიდევ რადგან ამ წრიულობაზე ვლაპარაკობ, დასაწყისა და დასასრულს შორის შეხმიანებაზე, ზებულონის მამა ისახარი ხო ვიცით რომ ცალთვალა იყო. ბოლო ნაწილში ზებულონს რას მიურჯიან, რომ თვალების ამოთხრას და ეს მისთვის იმდენად საშინელი სასჯელია, რომ გაურბის ამ სასჯელს და ამ სირბილში შემთხვევით თავის მიწა-წყალს, თავის მშობლიურ მხარეს და იმ ტერიტორიას მიადგება. სანამ მისი თვალების დათხრის განაჩენი არ შეიცვლება სასიკვდილო განაჩენით და ასე იქ ზებულონი აღესრულება. ეხლა ეს წრიულ კომპოზიციაზე რო ვლაპარაკობდი, ეგ ჯემო ქარჩხაძეს არ გამოუგონია, ეს არის ამ ასეთი პრინციპის მიხედვით არის აწყობილი მითების და ზღაპრების უმეტესობა. ანუ ეს არის რაღაცა უნივერსალური და ყველა გმირმა თავის მოგზაურობაში ასეთი სქემით ან ასეთი საფეხურებით უნდა იაროს. ჯერ გექნება ეს რაღაც შინყოფნა და იქვე მთავარი გმირი ყოველთვის არის განმარტოებული, ანუ სხვებს არ გავს და უფრო გვერდით გაწევა უყვარს. მერე ამას მოსდევს ინიციაცია და მესამე ეტაპი მითებსა თუ ზღაპრებში ასე გამოიყურება ხოლმე, რომ ის მთავარი გმირი, რომელმაც გაიარა ეს ინიციაცია, შეიძინა რაღაცა ძალიან ღრმა ცოდნა და განისწავლა, უნდა დაუბრუნდეს ისევ თავის სამშობლოს, თავის მშობლიურ მხარეს და ის ხალხი თავისი გარემო გარდაქმნას ახალი ცოდნის შესაბამისად და მათი ცნობიერება სხვა საფეხურზე აიყვანოს. ზებულონთან ეს ვერ ხდება და ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ეს არის გზასაცდენილი გმირი და გმირი, რომელიც არის შეუმდგარი. ზებულონმა განა ვერ დატოვა თავისი მშობლიური მხარე. ოღონდ თავისი უცნების გულისთვის მას ეს არ დაუტოვებია იმ ოცნებისთვის, ხო, რაზეც ოცნებოდა. ზებულონი განა ვერ დაბრუნდა თავის მშობლიურ მხარეში, მაგრამ მშობლიურ მხარეში არ დაბრუნებულა ის მის გასაუმჯობესებლად და გარდასაქმნელად. მშობლიურ მხარეში ის მოკლეს მისივე აღზრდილმა მეომრებმა და ამ მეომრებმაც მოკლეს არა როგორც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პიროვნება, რაღაც ისეთი როგორც დიდი ადამიანი, არამედ როგორც ერთი რიგითი ადამიანი, რომელზეც გულში რაღაც ბოღმა თუ შუღლი ჰქონდა ჩადებული, აი იმ ქაიხოსრო ბატონიშვილს, ხო? და აი რადგან ამ სქემაზე ვლაპარაკობდით, რაც არის აი შინყოფნა, გამოსვლა და დაბრუნება, აი ამავე ჭრილში ეს მხოლოდ მითებსა და ზღაპრებში კი არ მოქმედებს ხოლმე, ხა რა ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ეგ ფილოსოფიაშიც მოქმედებს. აი პლატონმაც თავისი გამოქვაბულის მითი ამ პრინციპის მიხედვით ააგო. გამოქვაბულის მითი რაში მდგომარეობს? ადარებს ჩვენს ფიზიკურ სამყაროს და ყოფას გამოქვაბულს. ხა გამოქვაბულსაც შემთხვევით არ ვიძახი, მე ამ წიგნშიც არის გამოქვაბული. ხო და ადარებს აი ამ ფიზიკურ სამყაროს გამოქვაბულს და ამ გამოქვაბულში ჩვენ ვართ მოკლედ დაბადებიდანვე და დაბადებიდანვე გვადევს ხელბორკილები და ასევე ბორკილები კისერსაც, რის გამოც შეგვიძლია ვიყუროთ მხოლოდ წინ და ვირიხედები უკან და მარტო წინ რო უყურებ იმას, რაც უშუალოდ შენ წინდევს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ხედვა არის ზედაპირული. მე უეცრად ასე ხდება იმ პლატონთან, რომ ვიღაცა დახსნის ერთ-ერთ ადამიანს ამ ბორკილს და მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ გაიხედოს უკან. აი უკან არის უკვე ნამდვილი სამყარო და არის ნამდვილი რეალობა. და ეს ადამიანი იძურის აი ამ ნამდვილი სამყაროსკენ და იქ იხილავს ნამდვილ საგნებს. როცა ამას გააკეთებს, პლატონიც გეუბნება, მე შენ უნდა დაუბრუნდე უკან, ისევ შენ გამოქვაბულში მცხოვრებთ და ისინი გარდაქმნა, მაგრამ ეს ყოველთვის წარმატებით არ ჩაივლის ხოლმე. ხანდახან ეს მთავარი გმირი აწყდება დიდ წინააღმდეგობას და მას უწევს მოწამეობრივი სიკვდილი.
იმისთვის რათა ახალ საფეხურზე აიყვანოს თავისი გარემო. ეხლა მოწამეობრივი სიკვდილი თვითონ ფილოსოფიას რო ცოტა ხანი თავი დავანებო. ქრისტეს შემთხვევაში რო ვთქვათ, რომელიც არის მთელი ქრისტიანი პირველ მოწამეების პირველ სახე, ხო? ის თავისი ტანჯვით და თავისი აღსასრულით ახორციელებს თავის მისიას. მისი მისია მდგომარეობს კაცობრიობისგან ცოდვით დახსნაში. და ზებულონის შემთხვევაში რომ დაუბრუნდეთ, აი ეს დაბრუნება და გარემოს გარდაქმნა ვერ ხდება. და ჯემალ ქარჩხაძის პერსპექტივა ამ ზებულონში ისეთია, რომ თუნდაც ხო შეიძლება ამ ადამიანს რაღაცა წვლილი ხო ქონდა, არა ხო აღზარდა ის მეომრები, ხო ყავდა მოწაფეები. ხო შეიძლება რომ გაჩვენებდეს იმას ქარჩხაძე, აი რა კეთილისმყოფელი როლი აქვს ზებულონს ამ მეომრების ფორმირებაში, რა მადლიერები არიან მისი აღსაზრდელები თუ მისი აღზრდილები მის მიმართ. ან როგორ უფასებს ზებულონს თავის ღვაწლს გარემო. არაფერი ასეთი არ ხდება. არც იმას არ აჩვენებს, რომ ზებულონი ხარობდეს თავისი მოწაფეებით და რავი, მათი წარმატებები თუ ასე შემდეგ. ქარჩხაძეს რაც უნდა, კონცენტრირებულია ძირითადად და უმეტესად უბედურებაზე და გვატრიალებს უბედურებაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეგ ცოტა ჯანმრთელობისთვის საზიანოც არის და მეორედ მარტო იმიტომ არ წავიკითხე. ხო და ესე იგი რადგან ეხლა კიდევ აი კომპოზიციის თვალსაზრისით როცა ვამბობდი, თქვენი ყურადღება ამასაც უნდა მივაქციო, მე ვამბობდი, რომ ეს რაღაც არქეტიპები ამოაქვს ხო ჯემალ ქარჩხაძეს. აი ჟანრობრივად მე ასეთ რამეს ვიტყოდი, ფორმალურად განსაზღვრავენ, რომ ეს რომანიაო, მე მაგას რომანსაც არ დაუძახებ. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჯემალ ქარჩხაძემ აიღო ეს ტრადიციული ამბავი, რომლის ავტორით არავინ არ არის, ან ყველა არის და ეს ტრადიციული ამბავი გადმოწერა. ან სხვანაირად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თანამედროვე ზღაპარი, რომელიც დაწერა თანამედროვე მწერალმა ჯემალ ქარჩხაძემ და რომელიც მან მოქსოვა ჩვენში ყველაში არსებული უღრმესი არქეტიპული გამოცდილებებით. ისევ სტრუქტურაზე რო ვილაპარაკო, სამი ნაწილი აქვს ხო ამ რომანს და რა არის ამისი დასათაურებები, კონკრეტული სათაური არ არის ესა. სათაური არის ყველაზე ფუნდამენტური და უნივერსალური გამოცდილება. სამი ამასეთი შურიზიება, სიყვარული და სიკვდილი. ყველა მიცის ეს ისედზე. ეხლა შურიზიება რა ამბავია, ვის არ გამოუცდია ცხოვრებაში, როცა გაგამწარებენ. ან შენ გავნებენ, ან შენს შენიანსავნებენ. მე სიყვარულზე რო გადავინაცვლოთ, სიყვარულიც ეს რაღაცა საყოველთაოდ მისაწვდომი გამოცდილება, ხო? როცა შენ პოულობ შენს მეორე ნახევარს, ვინც ასე გაკლდა. და როცა შენ გინდა რომ მასთან დაკავშირების სახით რაღაცნაირად სისავსე მოიპოვო და შენში იმ ადამიანის სახით თითქოს მზე ამოანათებს და რა თქმა უნდა ბოლოს არის სიკვდილი. და ეს ყველაფერი სამივე მათგანი ამისი სტრუქტურაც არის რაღაცა უნივერსალური და ფუნდამენტური. ეხლა რაც კომპოზიციაზე და ამ სტრუქტურაზე ვთქვით არქეტიპულზე, ანუ მე აქ იმას ვაკეთებ, რომ ძალიან რო განვიცადეთ, გავაანალიზოთ, რატო განვიცადეთ და მე ახლა აქ იგის როლს ვთამაშობ. ასე ვთქვათ, ჩემი როლი ეგ არის. ანუ იგიში იგი უყვარდა და თქვენც ჩემში მოკლედ იგიში. ხო და ეხლა ცოტა ზებულონზე კონკრეტულად რო აღვიდგინოთ, ზებულონით რო დავიწყოთ, ხო? პერსონაჟით რამდენიმე გაჩერება მინდა გავაკეთო. ზებულონი როგორც გადმოგვცემს ქარჩხაძე წერს, რომ ესე იგი ეს წყაროს თვალში დაიბადა, ვიცით რომ ეს ისახარის და მისი მეუღლის ერთადერთი ვაჟია. აი ზებულონი თავიდანვე აქვს ამას მიდრეკილება განმარტოებისკენ და ნათქვამია იქ რომ თავის თანატოლებში ყოფნას და იმათთან თამაშს მას ერჩივნა განმარტოებაო. ეხლა მეორე მიზეზს რაც შეეხება, მეორე მიზეზი არის ის, რომ ზებულონი ხვდებოდა იმას, რომ შენ თუ სხვებთან ერთად იქნები, სხვებივით უნდა ილაპარაკო, სხვებივით უნდა მოიქცე, ის უნდა ითამაშო, რასაც სხვები თამაშობენ და ეს ზებულონს ვერ აეტანა და მარტოობას რა სჯობდაო. მე იქ დასაწყისში არის ძალიან ამასი აღწერები. მე ვარსკვლავებიანიცა თვითნებურად არავიტაცე. წერს ქარჩხაძე, რომ ზებულონი, საერთოდ ქარჩხაძე ფილოსოფიაში აი მართლა ფილოსოფიურია, იმიტომ რომ მთელი ეს ტრადიცია ფილოსოფიურს ავიღებთ, რელიგიურს თუ ეზოთერულს, ამ ადამიანს ესმის უღრმესად და შეუძლია რომ ეს მხატვრულ ნაწარმოებში გააცოცხლოს. ანუ ძალიან ძლიერი ის არის მოაზროვნეც და შემოქმედიც. და აღწერს რომ ზებულონი აი ზაფხულის ერთ-ერთ ღამეს როგორ წევს უგულახმა და როგორ გასქერის ვარსკვლავებიან ცას. და ფიქრობს თან ზებულონი და თავის თავს ეთათფირება იმის თაობაზე, რომ აი ეს ვარსკვლავები დილით სად მიდის?
ან ღამე საიდან მოდის და რატომ მოდის. მე კიდევ ასეთი ფიქრია, რომ დადის ის აჭრელებულ მდელოზე თუ მინდორზე და ფიქრობს იმაზე, რომ რატომ აქვთ ამ ყვავილებს სხვადასხვა ფერი და იქ არის ასეთი ერთი ფრაზა, რომ ზებულონს გული სიხარულით ევსება ამ თავისი ფიქრით, მიუხედავად იმისა, რომ პასუხს ვერ პოულობსო. აი ეს ფრაზა ჩავიჭირე და ეხლა ცოტა ინტერპრეტაცია უნდა გავაკეთო. გული სიხარულით ევსება და პასუხს მიუხედავად იმისა, რომ ვერ პოულობს. ეგ სხვა დონის ფიქრია, რა ფიქრი ზებულონს ჰქონდა. ჩვენი ფიქრი, ან უფრო გავრცელებული ფიქრი, მე ამას ასე მოვიხსენიებდი, არის მომხმარებლური ან სამომხმარებლო ფიქრი, რაც გულისხმობს შემდეგს. ეხლა მეც მაქვს ხოლმე ეგ ფიქრი ხანდახან, მარტო სხვებს კი არა, ეხლა რაც გულისხმობს შემდეგს, რომ მე ველი მზამზარეულ პასუხს, მე ველი ნაფიქრს, როგორც მზამზარეულ პროდუქტს, ამოცანის ამოხსნას, იმ მომენტს, როცა ფიქრის და აზროვნების აქტი უკვე დამთავრებული და გათავებულია. მაშინ, როდესაც ნამდვილ მოაზროვნეს, ან სიბრძნის მოყვარე ადამიანს, რაც უყვარს და რითიც ტკბება, ეს არის ფიქრის პროცესი და მოაზროვნე მაგითი უნდა გამოიცნო. მოაზროვნეს უყვარს პროცესი. პასუხს რომც ვერ მიაგნოს და ზებულონიც ასეთი ადამიანია რა პროცესით ტკბება და თან ეწაფება ფიქრს და ეწაფება არა და იყენებს ასე რომ თქვა სამომხმარებლოდ არა ფიქრის შედეგს არამედ დაწაფებულია ფიქრის წყაროებს ასეთი ადამიანი და მე რაღაცა ეტაპს ეგეც ძალიან საინტერესოა ზებულონს გულმა გაუწია ბიჭებისკენო თავის თანატოლი ბიჭებისკენ ეხა ეგ ის ეტაპია როცა ბიჭები და გოგოები ერთმანეთისგან გამოცალკევდებიან მაგრამ ზებულონმა აქაც ვერ იპოვა იმ ბიჭებთან საერთო იმიტომ რომ ზებულონისთვის ეხა ბიჭები ერთად იმიტომ მიკრიბებიან რომ გოგოებს განიხილავენ მე არ ვიცი ეხა მე არ ყოფილა რომ მაგ წრეში არ ჩავარდნილო ხოდა ანუ მაგრამ ზებულონმა აქაც ვერ იპოვა საერთო იმიტომ რომ ზებულონისთვის წერს ქარჩხაძე რომ ქალი იყო საიდუმლო და ქალთან დაკავშირებით მის არსებასთან მის საზრისთან და ქალურ ბუნებასთან დაკავშირებით ის დიდ ფიქრებში იყო ჩავარდნილი ზებულონი და დანარჩენების დამოკიდებულება თავის თანატოლების განსხვავებული იმათთვის ყოველი კონკრეტული ქალი არის კონკრეტული ამოცანა რომელიც უნდა ამოხსნა და მე გვერდზე გადადო ან უკან მოიტოვო ზებულონისთვის ეს არის საიდუმლოება და აი აქ ასე ვიტყოდი რომ ზებულონი ფიზიკურად კი ცხოვრობდა იმ თავის სოფელში წყაროს თვალში რა ვიცი თავის ამ სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად მაგრამ შინაგანად და ეგზისტენციალურად თუ ავიღებთ ეგ ადამიანი ცხოვრობდა სხვა ცხოვრებით ამ აი არსებულის და ყოფითის მიღმური ცხოვრებით და ამას ახლა ფილოსოფიურად ასე ტერმინს იყენებენ ხოლმე უწოდებენ მეტაფიზიკურს და ტრანსცენდენტურს და მთელი ამ რომანის ტრაგედია იმაში მდგომარეობს რომ აქ და ახლა ამ ქვეყნად ვერ ხერხდება მისი ამ გამოუთქმელი მარადიული მისწრაფებების განხორციელება და ტრაგედია ის არის რომ ამ ქვეყნად მასეთი გამოუთქმელი ფიქრებისთვის და მასეთი ხალხისთვის ადგილი არ არის და ქარჩხაძემ რაც დახატა რაც აღწერა, ეგ არის ჭიდილი, ერთი მხრივ ასე ვიტყოდი ტერმინით, მეტაფიზიკურსა და ფიზიკურს შორის, მარადიულსა და დროით ისტორიულად განპირობებულს შორის, შინაგანსა და გარეგანს შორის. ხო? და რომანის ქსოვილიც ისე აქვს აგებული ამას, რომ თვითონ აი თავიდანვე ამ რომანის ქსოვილში გაჩნდება იმ რაღაცა მეტაფიზიკურად დაღდასმული მე ხა ცოტა იმას შემოვიდა ჩემი ფურად პრუსტისებულად გავაკეთე ხა ცოტა დამაცადეთ მეტაფიზიკურად დაღდასმული აღწერების შემდეგ შემოდის აი ამ ქსოვილში ტექსტის ქსოვილში ასეთი ფრაზები და სიტყვები დრო და ქვეყანა უცებ წყდება და ქარჩხაძე ამბობს რომ კი შენ ასეთ უთქმელ ფიქრებში ხარ იყურები ვარსკვლავიანი ცისკენ მაგრამ ქვეყანა იყო ავი ამბობს ჯემალ ქარჩხაძე უпростоრად დრო იყო ავი და ქვეყანა იყო გავერანებული და აქ პირველად ის ახსენებს ადგილს პირველად ახსენებს ქართლს და პირველად ახსენებს ზებულონის ქართველობას და ეგ ისეთი დრო არის სადაც ყველა თითოეული პატარა კუთხე ამ ქვეყნისა იბრძვის თავისუფლებისგან და ყველა იძულებულია რომ ხმალს ხელი მოკიდოს და იბრძოლოს თავის გადასარჩენად და ეს ისეთი დრო არის როდესაც ქართლსო ის აღწერს მტრები ნაირ-ნაირი მტერი ეხვია გარშემო და აი ასეთი ძნელბედობის ჟამს ამ საშინელ დროში
ზებულონის სოფელში მის მაცხოვრებელთა შორის დადის ზღაპრები, რაღაცა ზღაპრებს ყვევია. ყველა ზღაპრის სიუჟეტი ერთნაირია. სიუჟეტი არის ასეთი, რომ ჭაბუკი გაივლის რაღაც გამოცდის მრავალ თავგადასავალს, გაივლის რაღაც პათერაკებით სავსე გზას, მერე ცოლად ითხოვს, ხელმწიფის მზეთ უნახავ ასულს, მერე ეს ხელმწიფე ტახტს მას გადაულოცავს და ამ მზეთ უნახავთან ერთად ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად. ზებულონს ეს ამბავი, ეს ზღაპარი არ მოსწონს. ზებულონის ზღაპარი არის ის ზღაპარი, რომელიც მისი სულის აი ამ მიღმურ თუ რაღაც გამოუთქმელ მიდრეკილებებს ეხმიანება. ეგ არის ზღაპარი იოվել ბატონიშვილის შესახებ. იოველის შესახებ ზღაპარი განსხვავებულია, თითქოს უკუღმა არის აწყობილი როგორ. ყველა ზღაპარი ხო ისე იწყება, რომ ესე იგი უпростоრად მთავრდება ყველა ზღაპარი, რომ სამეფო ტახტზე უნდა ავიდეს ეს ჭაბუკი და ცოლად ის მზეთ უნახავი დაისვას. მაგრამ იოველის ზღაპარი განსხვავებულად არის. იოველის ზღაპარი იწყება ასე, რომ იოվել ბატონიშვილი იყო ძე მეფისა, თან პირველი ძე ტახტის მემკვიდრე, ტახტი მას ეკუთვნოდა, მაგრამ იოველმა უარი თქვა სამეფო ტახტზე, გადაულოცა თავის ძმას და თვითონ გაეშურა მოგზაურობაში. 15 წელი იმოგზაურა, მთელი სამყაროს ბრძენებს გაეცნო, უდიდესი ცოდნა შეიძინა, მერე იოվել ბატონიშვილი ბრუნდება და მაღალ მთაზე აგებს თეთრ ტაძარს და იმ თეთრ ტაძარში გამართავს სასწავლებელს. პლატონის გამოქვაბულის მითის შემთხვევით არ ვთქვი, გაავარეთ, ხო ესეც ამაშუება ეს იოველი. გამართავს სასწავლებელს და ზებულონის გმირი, ზებულონის ზღაპარი სწორედ იოველის ზღაპარია. ის ამაზე ოცნებობს თავადაც. ეს არის ზებულონის მიდრეკილება და ზებულონი ხედავს ხოლმე სიზმარს, ეგეც მნიშვნელოვანი სიზმარია. სიზმარში თითქოს მოხვდება ზებულონი ამ მთაზე და დგას ამ ტაძრის წინ. და ეკითხება, არ ვიცი, იქ ერთ-ერთ მცველს თუ ვიღაცას, რომ ის მას სურს, რომ იოվել ბატონიშვილისგან შეიტყოს ადამიანის საიდუმლოება. ზებულონი იყო ადამიანის საიდუმლოთი დაინტერესებული და ამას ეძებდა. და ერთხელაც, ხო, ეგ და ესეც საინტერესოა, მაგრამ ზებულონისთვის ეს ზღაპარი და ეს ოცნება არის მაინც დამარხული ოცნება, ძალიან ეფოფინება და თითქოს თავის თავში არსებულ სკივში ინახავს ამას და ვერ ბედავს იფიქროს მის განხორციელებასა და გამოვლენაზე. ხა ბევრს აქვს ოცნება, მაგრამ ვერც წარმოუდგენია თუ ის მოხდება. რეალობა მაშინ ხდება, როცა გჯერა მაგისი. ამას თავიდანვე დამარხული ქონდა ეგ. ეს ხა ისე ვთქვი ცოტა. და მაგრამ ასეთი რამე მოხდება, რომ ზღაპარი შემოდის რეალობაში და ზებულონის სოფელში, წყაროს თვალში გამოჩნდება თვით იოվել ბატონიშვილი. ეხლა თქვენ ხვდებით, რომ ეს კაცი ძალიან მოტაცებული მყავს და ეს იოველი ძალიან მომწონს, ხო და გამოჩნდება იოվել ბატონიშვილი. და ზებულონი თვალებს არ უჯერებს და თან ამ კაცს იოველს არ ეტყობა თითქოს, რომ ეს ის გმირია, რომელიც ზებულონის წარმოსახვაში არსებობდა. მაგრამ ერთადერთი რამე არის, რაც ზღაპრის ნიშანს ავლენს იოվել ბატონიშვილში. ეს არის მისი თვალები. მისი თვალები არის ძალიან შორს მოცქირალი და ღრმად მოფიქრალი. და ეგ ისეთი თვალებია, რომლითაც იოველი საგანს კი არ უყურებს ან სხეულს, თითქოს სხეულის მიღმა იმყოფება და იყურება და ისეთი ფიქრით ფიქრობს, ან ისეთ რამეს ფიქრობს, რასაც გარშემო ვერავინ ვერ ჩაწოდება და ვერ გაიაზრებს და ამიტომ ეს მის გარშემო მყოფებს დიდი მოწიწებით აღავსებთ. ხო და ზებულონი იოველი დასვამს ასეთ რამეს, მოკლედ ზებულონს გაეცნობა თუ გაცნობაც არ არის ეს, მისი მშობლების წინაშე შეუქებს მას გონიერებას და გამოთქვამს სურვილს იმაზე, რომ ზებულონი წაიყვანოს თავის სასწავლებელში. იქ უნდა ისწავლოს და მერე ზებულონმაც გაავრცელოს სინათლე მთელ ქართლში. ეგ იყო იოველის მისია. და ზღაპარში ისიც არის ნათქვამი, რომ იოველმა ერთ ტახტზე კი უარი თქვა, მაგრამ იოველმა სხვა ტახტი დაიდგა. ეგ ტახტი იყო ტახტი ღრუბლებში და მაგ ტახტიდან იოველის წინაშე იყო გადაფენილი ყველაფერი. ყველაფერი ქონდა ხელის გულზე და მე ვიტყოდი თითქოს რაღაც ცნობიერების შუქზე განათებული. ხო და იოველი ამ მშობლებს თხოვს, ესე იგი, ზებულონის წაყვანასთან დაკავშირებით. გადაწყვეტს ხო, გადაწყვეტა წაყვანა და თან ეხლა ზებულონს უნდა რა თქმა უნდა რომ წაყვეს, მაგრამ ვერ ბედავს ხმის ამოღებას, მაინც გულჩათხრობელი ადამიანია და
მშობლები მერე ზებულონს დაეკიას მიანდობენ გადაწყვეტილების მიღებას და ზებულონი მალევე დათანხმდება ამას და აი მას დაუტოვებს იოვალ ბატონიშვილი მას შემდეგ რაც თანხმობას მიიღებს სახარებას და ზებულონმა ჯერ კითხვა არ იცის და ერთ-ერთი ტრაგიკული ეფექტი ამ წიგნში ისიც არის რომ ისი აღესრულება ეს ადამიანი რომ კითხვას ვერც ისწავლის ხო და ბოლოს აი იმ სიკვდილის ნაწილში ქართლის კათალიკოსი რომ გაიგებს მისი უწიგნურობის შესახებ დაუპირებს რომ ასწავლოს წერა კითხვა და აი მომენტში სადღაც ისაა რომ კათალიკოსი მოკვდება ანუ თავს გაწირავს იმისთვის რათა შეთქმულების მეთაური გამოავლინოს და ასე წერა კითხვის უცოდინარე მიდის ეს კაცი ამ ქვეყნიდან ზებულონ ბევრჯერ ქონდა სულ ნესტანთანაც ქონდა მაგის შანსი და აი მაისის დამდეგია და ზებულონი მოკლედ დრო ახლოვდება უნდა გაეშუროს მის სასწავლებელში მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ხდება რაღაცა ძალიან მძიმე და ის ზღაპარი რომელიც შემოვიდა რეალობაში იმ ზღაპარს რომელიც შემოვიდა რეალობაში რეალობა ალაგმავს რეალობა რომელსაც როგორც აქ არის ნათქვამი ზულს ზღაპარი ახლა რა ხდება? ახლა მოგეგეთ რა ვთქვათ. ასეთი რამე ხდება, რომ ამ სოფელში ისევ შემოიჭრება. ახლა უკვე რეალობა როგორ ლაგმავს ზღაპარს. ეს წიგნი ზღაპარზე და რეალობაზეც არის. მოკლედ დღეს ქარჩხაძისადმი თაყვანის სცემა და მთელი პატივის მიგება გვაქვს. ხო და როგორ ალაგმავს ამ ზღაპარს. არიან ამ სოფელში მანამდე გადმოსახლებულან თქვენ ახლა ჩემზე კარგად გემახსოვრება დარუაშვილები ვინმე ასეთი გვარი, ხო, იგიცი და აი ამათ მოიხსენებენ როგორც ეშმაკება და ქაჯებად. და ამათმა ზებულონის მამას ისახარს, რომელიც ამ მამამისი აზნაური იყო და სოფლის მეპატრონე, დასახლების ნება თვათხოვეს და ისახარმაც ნება დართო. თუმცა ესენი ამათ მაცხოვრებლების მეზობლად არ დასახლდნენ, არამედ რაღაც გარიყულად ცხოვრობენ. და მე რაღაცა ეტაპზე სოფელში ჩნდება ქურდობის შემთხვევები. მალევე გაირკვევა, რომ ამაში დამნაშავეები არიან ესენი ეს დარუაშვილები, 3 ძმანი, 2 დაცოლშვილებულია, ხოლო 1 არის მარტოხელა. ხო და ერთხელაც ისახარს ანუ ზებულონის მამას მოვა შელაპარაკება უმცროს დარუაშვილთან ამ ძმასთან და ამ შელაპარაკების ნიადაგზე ყურს მოათლის. მოკლედ ამაზე გამოცივდებიან ეს ძმები და ისახარს, ახლა ის მძიმეა, აჩეხავენ ამ ადამიანს. ეს არის უმძიმესი მკვლელობა. ზებულონი ამ დროს არ იმყოფებოდა სახლში და როცა ის სახლში მიდის, დაინახავს მამამის მოკლულს და დანაწევრებულს. და აქ მისი რეაქცია რა არის? რეაქცია იყო ნადირივით დაიზმულა თუ მიგიქცევიათ ყურადღება და დასვა კითხვა. კითხვა კი არ დასვა, ერთი რამ თქვა მხოლოდ და ეს რაღაც შენივთებული, გამკორევებული ხმით რომ მამა ჩემს ცალი ტერფი აკლია. მაგრამ ხა ყურადღება გავამახვილოთ იქ ნადირისეულ ზმუილზე. ზებულონმა რომ ნადირისეულა დაიზმულა თვითონვე გადაიქცა ის ამ მომენტში შეიძლება ითქვას რომ ნადირად აქედან მომენტში და ის ზმუილიო თვითონ ქარჩხაძე წერს ეგ ისეთი ზმუილი იყო რომელშიც ამოიჭამა ან ამოიწმინდა ყველანაირი ეჭვი რაც კი წინ გადაეღობებოდა წმინდა შურიზიების გარდაუვალ აუცილებლობას და უკვე მაგ ზმუილში ამოქმედდა და ჩაერთო სრული დეტერმინიზმი ბუნებისეული გარდაუვალი აუცილებლობა, ეს ინსტინქტური აუცილებლობა, რომელიც მოგიწოდებს იმისკენ, რომ სისხლმა სისხლით უნდა სხოს და სისხლი უნდა აიღო, ასე ვთქვათ. და ზებულონი მაგ ეტაპზე, აი სულ არქაულს რო ვახსენებდი, არის არქაული ძალების ტყვეობაში. მე არქაულს რას ვეძახი? ვეძახი პირველ ყოფილურს, ვეძახი პრიმიტიულს, ვეძახი ინსტინქტურს და წინარე ცივილიზატორულს. ეგ ყველა ადამიანში მარტო იმაში კი არ იყო, ჩემშიც არის, თქვენშიც არის. ეგ არის შენი ფსიქიკის უძველესი შრე. და ეგ ძალები საიდანაც მოდის, ახლა ტერმინი მანამდეც გამოვიყენე, ეგ არის შენი კოლექტიური არაცნობიერი. იქიდან მოდის, ასე ვთქვათ ეს და უღრმესი შრეებიდან. ისე გამოდის, რომ ზებულონს ერთი მხრივ თავის შიგნით ის რაღაცა კოლექტიური არაცნობიერი ეკაჩება იმისკენ, რომ სისხლი აიღოს, ხოლო მეორე მხრივ მის გარეთ არსებული საზოგადოება და კოლექტივი აქეზებს პირდაპირ არ აქეზებს, მაგრამ იმპლიციტურად თუ ისე აქეზებს, ხო? რეალურად აქეზებს სისხლის აღებისა და შურიზიებისკენ.
პირდაპირ რომანში ნათქვამი რომ ხალხი ხმას არ იღებს, მაგრამ მაგად მზერაში არის მოლოდინი. შენ მამა მოგიკლეს უსასტიკესი წესით და ეხლა დრო არ არის რომ შენ იუველ ბატონიშვილთან სადღაც მთაზე სასწავლებლად გაეშურო. მთელი სოფელი მოითხოვს იმას რომ შენ იქ ეს სისხლი უნდა აიღო, ასე ვთქვათ. და აქ ზებულონი უკვე ვეღარც კი აზროვნებს, აქ მისი გონება არ მოქმედებს, აქ მთლიანად ჩართული ეს ინსტინქტური, ბუნებისეული დეტერმინიზმი და ავტომატიზმი. თავისით კეთდება ყველაფერი. და მართლაც ის გაეშურება ამ დაროაშვილების საძებნელად და მალევე აღმოაჩენს მათ სამალავს. მათი სამალავი არის გამოქვაბული. და იქ დინარისგან ამოიღებს უზარმაზარ ლოდს. და აი ამ ლოდს ჩააგდებს გამოქვაბულში და ფაქტობრივად ცოცხლად ამოქოლავს და დამარხავს მათ. აი მას შემდეგ რაც ამას გააკეთებს, ამ სცენას ვაქცევ მე ყურადღებას და თქვენც მიგაქცევინებთ ყურადღებას. უეცრადო როგორც ქარჩხაძეს აქ ნათქვამი რომ მასში თითქოს რაღაც არაადამიანური სიცხადით განათდება ყველაფერი, თითქოს გონება გაუნათდება. მანამდე ამის გონებას ეძინა, იქ გონება არ მოქმედებს, იქ მოქმედებს რაღაც არაცნობიერი ძალები გათამაშებენ თავის ჭკუაზე. და როცა მასეთი ძალები გათამაშებენ, მე ეძახი რომ ჩემი ბედი იყო და ასე შემდგარ. სანამ ამ ძალებს ვერ გაშიფრავ, მანამდე სულ ბედის ტყვეობაში იქნები, ხო? ანუ ჩემი ბედი. ხო და სცენარო თითქოს მის გონებას გადაეხადა, ასე ვთქვათ, რაღაცა მკვრივი ნისლი, ჩამოსილდა რაღაცა მღვრიე ნისლი და ყველაფერი განათთა არაადამიანურ სიცხადეზე. და ეს შუქი ცნობიერებისა და გონების სინათლე იმდენად მტკივნეული და მძიმე იყო, რომ ზებულონს რომ შეძლებოდა დიდხანს ფიქრი, თვითონვე გაუკვირდებოდა, როგორ შეძლო ამ სინათლის ფონზე ცოცხლად დარჩენა. და აქ ერთი აზრი მასში დაიკვესებს და იმ მომენტში ჩაქრება. იმიტომ რომ ის მიხვდება, რომ ლოდის უკან ამოხრება და დაბრუნება შეუძლებელია. ესე იგი, ეგ რა ფიქრი იყო, რა გაჩნდა? ეგ არის ფიქრი ალტერნატივის შესახებ, სხვა შესაძლებლობის შესახებ, იმის შესახებ, რომ იქნებ ეს სიტუაცია და ეს პრობლემა სხვანაირად გადაიჭრას. და მართლა ყველა ადამიანში ეგ ყველას პირად გამოცდილებას ეხმიანება. მე თუ ვიღაცა გამომწარებს, გამომბრაზებს, ან შეიძლება ცუდი განცდაც არ იყოს, თქვათ ვიღაცა შეგიყვარდა, ან ასე შემდეგ, ხო? ერთ-ერთი განცდა გრძნობა ბოლომდე ვერასოდეს ვერ მოგიცავს. შენში ყოველთვის არის რაღაც მე ვეძახით ცარიელი ადგილი, რომელშიც შეგიძლია განცალკევდე, განმარტოვდე და გადაწყვიტო. აი რომ ამბობენ სიყვარული დამემართა თუ გადავწყვეტე. მე ვფიქრობ, ჯერ გემართება, მერე წყვეტ. ანუ ის ცარიელი ადგილი მაინც არის. ხო და არის ცარიელი, სადაც გადაწყვიტო. ამას მე ვუწოდებდი, რა ვიცი, ეს არის შენ დაკვირვების ადგილი არის. ეგ არის სიფრთხილის ადგილი, სწავლის ადგილიც არის. ქარჩხაძის სეულად რა ვთქვა, ეგ არის იგის ადგილი. იგიც მაგ ადგილში ქონდა იგის ფესვი გადადგმული, ასე ვთქვა. აი რელიგიურ ტრადიციაში და ფილოსოფიაშიც ამ ადგილს სინდისაც ეძახიან. სინდისი სიტყვით, ეგ ბერძნული სიტყვა, ქართულად ნიშნავს თან მეცნეს, ან თან მხედველს. სინდისი არის ჩემში ისეთი ინსტანცია, ან ისეთი ორგანო, რომელიც მე მზედა მხედველობს, ზევიდან მიყურებს და ისე აფასებს შემოქმედებებს და ისე წყვეტს, რისი გაკეთება მიღებს და რისი გაკეთება არ მიღებს. და შენ როდესაც თქვათ ვინმე რაღაც გაბრაზება იქნება თუ რაღაცა სასტიკად გავნებს შენ ან შენიანს, აი ამაში ამ ცარიელ ადგილას ყოფნის კვალად შენ შეგიძლია რომ ამ ადგილას შეხვიდე, ასე ვთქვათ, შენი ეს ძალები, არქაული ძალები, რასაც არქაულს თუ პრიმიტიულს და პირველყოფილურს ვეძახი, უკან გამოიხმო, სხვისკენ კი არ მიმართო, გამოიხმო, გაანათო ცნობიერების შუქზე ეს ძალები. ზებულონმა ეს ვერ გააკეთა. რატო ვერ გააკეთა? იმიტომ რომ მასში იგი ისევ ქარჩხაძისეულად რა ვთქვათ, გონება საკმარისად არ იყო მომწიფებული, განვითარებული და განათლებული. საკმარისად განათლებული რო ყოფილიყო, ეგ ბუნებას მოატყუებ, ინსტინქტსაც მოატყუებ, შეძლებ გამოფხიზლებას და შეძლებ რომ იმ საშინელი დესტრუქციული ძალების ნაკადს კალაპოტი შეუცვალო. ფსიქოლოგიაში მაგას ეძახიან ხოლმე სუბლიმაციას. როცა შეგიძლია რომ იმ დესტრუქციული სუბლიმაცია მოახდინო, როცა მე ვიღაცა რაღაცას მიშავებს, აი კონკრეტულ ცხოვრების მაგალითზე რა ვთქვა, ჩემ პირველი ინსტინქტური რეაქცია არის, არაცნობიერი რეაქცია არის, ეგ რომ სამაგიერო უნდა გადავუხადო.
თან ეხლა სწრაფად ან რავი სამაგიერო უნდა გადავუხადო მაგრამ შენ როცა სამაგიეროს უხდი ვიღაცას ან ვიღაცას ვნებ ამითი მარტო იმ ადამიანს კი არ ვნებ შენ საკუთარ თავსაც ვნებ და სხვას რო კლავ მკვლელობა მარტო იმის გამო კი არ არის აკრძალული და ცოდვა რომ სხვისი მკვლელობა არ შევა შენ თავსაც იკლავ ამ დროს და ის ყველაფერი და თან შენ ვითომ ვინც მე შენი მსხვერპლი გეხდება სამუდამოდ ხდები იმ მსხვერპლთან გადაჯაჭვული და მთელი შენი ცხოვრება არის იმ მსხვერპლის ტყვეობაში ყოფნა ზებულონს რომ მე ეს დარუაშულები ესიზმრება და სიკვდილის ჟამსაც იმათ ხედავს ეგ მასეთი ამბები მასე მარტივად არ ჩაელის და დარუაშულების მოკვლის სახით ზებულონმა თვითონ თავისი თავიც მოკლა თავის თავსაც ავნო დარუაშულება ხო მას მამა დაუჩეხეს ფაქტობრივად აბა რა უქნეს და თვითონ დარუაშულება ამავდროულად ზებულონს აიძულეს რომ საკუთარი თავიც დაეჩეხა და საკუთარი თავიც გაეპო შენ რო ვიღაცა გაიძულებს რომ მოკლა ესე იგი შენ თავს გაკვლევინებს საკუთარი თავი გაეპო ორ ნაწილად მთელ რომანში ეს ფიგურირებს რომ არის ორი ზებულონი გაეპო თავისი თავი ზებულონად და ზებულონად გაეხლიჩა და ზებულონი როდესაც აი გამოქვაბულს ამოქოლავს პლატონისეული გამოქვაბული რომ მოვიყვანე ხო გახსოვთ რა იყო რომ გამოდიხარ ნამდვილ სინამდვილეში ამითი მან თავის თავსაც ამოუქოლა გამოქვაბული და თავის თავსაც დაუკარგა ის შანსი რომ ნამდვილ იმ გამოუთქმელ სინამდვილესთან მისულიყო ამიტომ ძალიან ის არის ეს ასე ვთქვა ღრმა ტრაგედია და ეს რა ასაკში ხდება ეგ არის 18 წლის ასაკია ხო 18 წელი ისე შეუსრულდა თავის სოფელი არ ქონდა დატოვებულიო ანუ ეგ არის დრო როდესაც შენ მოზარდობიდან უნდა ზრდასრულობაში უნდა გადააბიჯო და დროის მოკლე მონაკვეთში გამოდის რა შეემთხვა ამ ადამიანს მამამ ასე მოუკლეს დედამისი დარს გადაყვა თვითონ შურის ძიება აღასრულა თავისი სიყრმის უერთგულესი მეგობრების ორი ძაღლი რო ყავდა ლომია და ბროლია ქვია თუ არ ვცდები ეგენიც ამოხოცა და ასე შემდეგ ანუ ეს ადამიანი აი ერთიანად თითქოს გახდა ზრდასრული და თან ეს მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლა არ ყოფილა რაღაცა თანმიმდევრული და ჰარმონიული გაიპო და გაიჩეხა აი ისე არ გაზრდილა ზებულონი როგორც ფესვიდან ამოიზრდება მცენარე ქარჩხაძე ამბობს თითქოსო მცენარე ფესვიდან ამოგლიჯესო და ზებულონი არსებობას აგრძელებდა ცალკე მცენარის სახით ამ წიგნის თემა მათ შორის ამოძირკვლობაც არის მე გრძელდება ეხლა და ზებულონს აქ იმედი რომ დაბრუნდება რაღაცა ეტაპზე ისინი ხო ეს იზმრებიან არასვენებენ და რაღაცა იმედი აქვს და ეს არის მანუგეშებელი იმედი რომ იქნებ და იუელ ბატონიშვილთან მაინც მივიდეს ის ხო ელოდება რა გაეშურება და ამ იმედს მალევე გვერდით ჩააჩვენებს მისი ეჭვი რომელიც ეუბნება ასეთ რაღაცას რომ შენ ის ზებულონი ხარ რომელიც მაშინ იუელ ბატონიშვილს თვალში მოუვიდა ჩემი სიტყვებით მომწოდა არა და ღამეს ათევს იმ მთის ძირში ასე ვთქვათ და გამთენიისას ხედავს სიზმარს და ეგ არის უმძიმესი სიზმარი ეს სიზმრება ასეთი რაღაცა რომ მივიდა იუელ ბატონიშვილის მთაზე ავიდა მიადგა ამ მთას მთაზე არის აღმართული თეთრი ტაძარი და თეთრ ტაძარს გარშემორტყმული აქვს გალავანი გალავნის შუაში არის დიდი კარიბჭე კარიბჭესთან დგას მცველი მიდის ზებულონის სიზმარში მცველთან და ეუბნება რომ მე ისა და ეს ვარ ზებულონი ვარ აზნაურ ისახარის ვაჟი ვარ წყაროს თვალიდან და მე აქ უნდა მოვსულიყავე ეს მცველი არაფერს არ ეუბნება ვირცნობს თუ არ ვიცი და ეს კიდევ ხელახლა და მე მცველი ეტყვის ასეთ რაღაცას თავიდან რეაქცია არ არის შემდეგ ეტყვის რომ შენ ზებულონი არა ხარ ამაზე გაუკვირდება სიზმარში ზებულონს როგორ თუ მე არა ვარ ზებულონი და ეტყვის მე ვარ ზებულონი და მე მცველი შეძახებს ასეთ რაღაცას რომ ამ ავაზაკს და სიზმარში ზებულონზე მიუთითებს რომ ზებულონი მოუკლავს გაუძარცვავს და მისთვის სახელით წაურთმევია. ამაზე სიზმარში ზებულონი მწარი დაქვითინდება და იტყვის რომ მე ვარ ზებულონი. ანუ აქ რაც ჩამოვაყალიბეთ, ხო? იმათი მოკლედ შენ თავი მოიკალი და ეგ იყო ის მომენტი, როცა მარტო მამა კი არ გააპეს იმათმა. შენც მიეცი იმათ იმის საშუალება და შენ სოფელს იმის საშუალება რომ ორად გაეხლიჩე, ზებულონად და ზებულონად. და საკუთარი თავი მოგეკლა ფაქტობრივად. ამ სიზმრიდან გამოფხიზლებული ხდება, რომ მას იუელ ბატონიშვილთან აღარ დაედგომება და იმ თას მიატოვებს, მაგრამ უკან დაბრუნებაც აღარ შეუძლია თავის სოფელში.
უსახლკარო ხდება, კაი ამ სიტყვას არ ვიტყვი, უსახლკარო, ეგ სხვანაირად არის დატვირთული, უსახლკარო ხდება, ასე ვთქვათ. და აი ასე, ზებულონი უკვე მეორე ნაწილზე რო გადავიდეთ, აი მაქსენაზე ვიშტები რა ვქარო, მეორე ნაწილზე და ზის სადღაც და შემოესმება ხმა, დაკარგული სახლი მიატოვა, ისინი დახოცა, იქაც არ მიესვება. შემოესმება ხმა, რომ აგერ ნახე უცხო მოყმე ვინმე, ზის მტირალი წყლისაპირსა. ანუ ეს ტარიელთან ასოციაციას ხვდებით, ხო? და გაიხედავს და იქ არიან მეომრები. ცხენზე. ეხა სხვა სივრცეა და მეომრები ხა ვინ არიან? თავარი მანუჩარ ბატონიშვილი, მეფის ძე და იქვე არის ეგეც ძალიან მიყვარს ბექა ამილახვარი, რომელიც არის მისი წამყვანი მეომარი და დიდებული. ისინი ესე ბრძოლაში გამოიწვევს ბექა იმას ზებულონს და ბექას გარეგნობა არის მატყუარა გარეგნობა. ანუ გარეგნულად ცოტა მოუქნელია, მაგრამ რეალურად ძალიან მოქნელია და დაამარცხებს დასცემ ზებულონს და მერე ზებულონი აიყვანენ თავიანთ არმიაში და შეუდგება თავისი როგორც მეომრის თუ მოლაშქრის ცხოვრებას. ანუ აი ამ პერსონაჟებზე მინდოდა რამდენიმე სიტყვით მეთქვა მანუჩარ ბატონიშვილს. მანუჩარ ბატონიშვილი არის იოელ ბატონიშვილის საპირისპირო. იუველის გზა იყო გონების გზა, განათლების და სწავლა-განათლების გზა. მანუჩარის გზას რაც შეეხება, ეგ არის გზა ხმლისა. და რაც შეეხება კიდევ ბექა ამილახვარს, გონი ბევრ ადამიანს უყვარს ეს გმირი. ჩემი აზრით, თუ ამ რომანში რა არსებობს რაღაცნაირი წონასწორობა, აი განწყობის თვალსაზრისით, მაგ წონასწორობას ქმნის ბექა ამილახვარი. ქარჩხაძისეულ ქსოვილში ბექა ამილახვარი არის ის ძაფი, რომლის გზითაც ყველაფერი სატირალი ხდება სასაცილო. და ბექასნაირი გმირი თითოეულ ჩვენგანშიც, ჩვენ შინაგანშიც იმყოფება. და ეგ არის ჩემი ის ნაწილი, ასე ვთქვა და თითოეული თქვენგანის თუ ჩვენგანის ის ნაწილი, რომელიც რაც არ უნდა უბედურება შემემთხვეს, გაიცინებს ხარხარ სატექს და იტყვის დიდი ამბავი. ანუ ეგ არის კაცი, რომელსაც თავისი სატრფო ის ასმათი ხო გაუთხოვდა არა? ეგეც სასაცილოდ არ იყო. რა ვიცი, შეიძლება გარეგნულად აჩვენებდა ასე. ბექა ისეთი გმირია, ზებულონისთვის თუ ადამიანი იყოს საიდუმლოება, ბექა ამილახვრის გმირი გვაჩვენებს, რომ ადამიანის მარტო საიდუმლო არ არის. აი ერთი ლექსია ძალიან მიყვარს ინგლისური, ერთი პოეტის არის, ალექსანდრ პოუპის და ქვია ადამიანისადმია მიძღვნილი და ადამიანზე ნათქვამია, რომ ეგ არის glory, დიდება, jest აი აგდება, გამასხრება, დაცინვა and the riddle of the world. ზებულონისნაირი და ნესტანისნაირი ადამიანები არიან სამყაროს საიდუმლოება და გამოცანა. სამყაროს დიდება იყო ქართლის კათოლიკოსი, აი მასეთი პერსონაჟი. და რაც შეეხება ბექა ამილახვარს, ბექა ამილახვარი არის დიდი დაცინვა და დიდი აგდება. კარგი კუთხით ახლა. მე ძალიან მომდის ეგ თვალში და კარგად ვიცი. ხე. და შემდეგ ხა მოლაშქრის ცხოვრება იწყება, ხო? და შემდეგი გაჩერება ზებულონის ამ თავგადასავლის გზაზე არის შეხვედრა იესე ერისთავთან და მის შვილიშვილ ნესტანთან. აი აქ ხა ნესტანს როგორ იხილავს? ნესტანი მისი სატრფოა. ნესტანს როგორ იხილავს? აი ზებულონის მიერ ნესტანის ხილვა გავს ტარიელის მიერ ნესტან დარეჯანის ხილვას. ტარიელმა რო ნესტანი დაინახა, იმანაც ხო ქვევიდან ზევით სარკმელში დაინახა. საერთოდ ეს ზევით ეს, კაი, ამას არ ჩაურმოვდები, მაგრამ ეს ზევით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზევით უყო. ხო და დაინახა სარკმელში, იმანაც ნესტან დარეჯანი და ტარიელს სნობა წაერთმევა და 3 დღე ასე ცოცხალმკვდარი ეგდო. ხო და აი ჩვენმა ზებულონმაც ნესტანი იხილა სარკმელში. განათებულ სარკმელში სანთელი ქონდა ნესტანს ანთებული და თავდახრილი იყო წიგნზე, ასე ვთქვა, წიგნზე თავდახრილი და აქ ელდა ეცემა ზებულონს გახევდება და გაახსენდება ზღაპარი იუელ ბატონიშვილის შესახებ. ხო, იუელის წიგნი იყო, ნესტანიც თავდახრილი იყო. ისე ნესტანმაც კითხვა როგორ არასწავლა, ეგ უშეხინჯად მაქვს. ამ გოგომაც არასწავლა კითხვა, ხო. გაახსენება ზღაპარი და ეს ის მომენტია მთელ რომანში, როცა რეალობაში ხელახლა შემოდის ზღაპარი. ნესტანი მისი ახალი ზღაპარია, პირველი ზღაპარი იუველი იყო, ეს ნესტანი. ეხლა რო თქვა, ნესტანისადმი თვითონ დამოკიდებულება. რამდენიმე წლის შემდეგ ეს პირველი ნახვა იყო ნესტანისა, შორიდან სარკმელში რო იხილ. ზებულონს მოუწევს მიავლენენ
აი ამ იესერის თავის მამულებში, იმისთვის, რათა ეს ბაბუა და შვილი დაიცვას. რადგან მანუჩარ ბატონიშვილი გაგზავნეს სპარსეთს და აქ გამოგზავნეს ქართლში მეფედ უნდა დაჯდეს ისკანდერ ხანი. ოდესმე ზებულონი ხა როგორც მოლაშქრე და როგორც მეომარი თავიდან ძალიან შეზღუდულად გრძნობს თავს ამ მამულში და თითქოს ნესტანის არსებობაც დისკომფორტს უხდის, უქმნის, მაგრამ თანდათანობით მას შეეპარება რაღაცა განცდა თუ გრძნობა ნესტანის მიმართ და ნატურობს იმას, რომ მასსა და ნესტანს შორის ზღუდე და ბარიერი აღარ არსებობდეს და ოღონდ ეს ბარიერი მოიშალოს და ზებულონი ფიქრობს, რომ იყოს ის დაე ნესტანის უფროსი ძმა, რომელიც დაიცავდა ნესტანს და რომელიც დააფრთხობდა მისი ქმრობის მოსურნეებს. მერე თანდათანობით ის ხვდება, რომ ნესტანისადმი მისი დამოკიდებულება იმ ძმობაზე მეტია, ასე ვთქვათ. და აქვე რო ეს დამოკიდებულება შევაფასო ხა რამდენიმე სიტყვით. აი ფსიქოლოგიაში ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე დღეს მოდაში აი პროექციას რომ ამბობენ. ზებულონისთვის ეგ პროექციაც იყო და რა არის პროექცია ნესტანი. პროექცია არის შენ შიგნით რაც არის გარეთ რო გადმოგვაქვს და გარეთ რო იმას ხედავ, აი როგორც პროექტორის პრინციპი ეს მიხედა. რისი პროექცია იყო? ეგ იყო პროექცია, მოვიტყოდი, ზებულონის რაღაც გამოუთქმელი, აი ტრანსცენდენტურს რო ვეძახი და მეტაფიზიკურს, იმ მიდრეკილებების პროექცია იყო. ნესტანი ამავდროულად იყო შესაძლებლობა ზებულონის მიერ ზებულონის უკან დაბრუნებისა და იმის აღდგენისა, გამთლიანების შესაძლებლობაც არის ნესტანი. და თან ამასთან ერთად ნესტანი ეგზისტენციალურად თუ ვიტყვით, ერთგვარად მისი ტყუპისცალიც არის. აი ტყუპისცალი ხა თვალსაზრით ძალიან მონათესავეები არიან. ორივე მათგანი ცხოვრობს ზღაპარში, ორივეს თავისი ზღაპარი აქვს, ხო? ორივეს ცხოვრებაში მე თუ რეალობაში ეს ზღაპარი შემოდის. და ორივესთან ბოლოს ისე არის, რომ ეს ზღაპარი ცრუდება. იმედით სრულდება და ორივე რჩება გაპობელი, როგორც ვიღაცებს ტირებულად, როგორც ზებულონი. ეხლა მე ცოტა ბექაამილახვარი შემოვიყვანე ჩემ თავში და ცოტა ვიცინე კიდეც ხო და ზებულონი იპობა როგორც ორად ზებულონა და ზებულონად, ასევე ნესტანიც ორ ნაწილად გაიპო. იმ ნესტანად რომელსაც სწამდა ზღაპრის და რომელიც ელოდებოდა მზეჭაბუკს და იმ ნესტანად რომელსაც რეალობაში მზეჭაბუკი კი არა ისკანდერ ხანი შეხვდა და მისი ცოლობა. რა მართლაც მეც ფინალისკენ მივდივარ. ისკანდერ ხანი მართლაც ამათან იესერის თავის მამულში მიდის სტუმრად და იქ ნესტანს იხილავს და ნუ ახლა ნესტანი რომ მოეწონება ზებულონი მერე იმას იფიქრებს გასაკვირი ის იქნებოდა ამას ნესტანი რო არ შეყვარებოდა. ხო და მოიწადინებს მოკლედ ისკანდერ ხანი ნესტანზე დაქორწინებას. და ამ აზრს წინააღმდეგობას სხვები ვერ გაუწევენ, იმიტომ რომ ვიცი მეფედ არის დასმული, ვერ შეეწინააღმდეგებენ. ნესტანს კი ამისი ეშინია და ზებულონიც იქ სცენა არის, როდესაც სალოცავში შეესწრება ნესტანის ლოცვას თუ ორცდები ღვთისმშობლის მიმართ არის, ხო? სადაც ნესტანი ამხელს თავის შიშებს და თან გამოთქვამს თავის მზაობას თვითმკვლელობისას. იმდენად არ უნდა ეს, რომ მზად არის თავიც მოეკლას. და ამ ლოცვაში როგორც ჩანს იყო რაღაცა სიტყვები, რომლებიც ვერ მოისმინა ზებულონმა, ან ვერ მიუსრო ზებულონმა. რა სიტყვები იყო ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ვარაუდობთ. ხო, ვერ მოისმინა ხო და ზებულონი რა თქმა უნდა ეხა შეშინდება ამის გამგონი და როცა დადგება ის ჟამი, რომ ისკანდერ ხანი უნდა მოვიდეს და მისი ხელი ითხოვოს ნესტანის, ის ნესტანს გაიტაცებს, თავისი ბაყბაყდევი გაიტაცებს ნესტანს. და ნესტანი უსვამს კითხვას გატაცებისას, რომ შენ აი ამ ლოცვის დროს, აი მე მოგისმენეო ეს ზებულონი ეუბნება, ხო არ მოგისმენია, კიდევ რა მოისმინე, კიდევ რა და ზებულონი ეტყვის რაც მოისმინე. ნესტანი გაიღიმებს და დამშვიდდება. მე ისე აღმოჩნდება, რომ ის ქოხი, სადაც ისინი მივლენ, არის სავსე, რა ვიცი, სხვადასხვა ადამიანებით, ბექაამილახვარიც მან დაუხვდება და ბექა იწყებს ახლა მსჯელობას, რაღაცა მათი პატრიოტული მოვალეობის შესახებ, იმის შესახებ, რომ ზებულონმა ნესტანი უნდა დათმოს, თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთხვევაში ქართლს აოხრება, ემუქრება და სხვა რა გზა აქვს ნესტანს. ნესტანიც დათანხმდება ამ ბექაამილახვარს და მოსილდება ზებულონს. და აქ ნესტანი კიდევ ეგ საკონძო სცენა და აი ამის ინტერპრეტაცია რო ვთქვათ, ნესტანი ზებულონს გადასცემს იმ ხმალს თუ პატარა ხანჯალს, რომლითაც მას თავის მოკლა ქონდა განზრახული და იტყვის, რომ მე ეს აღარ მჭირდება.
ეგ რას ნიშნავს მე ეგ აღარ მჭირდება და თან დასძენს ასეთ რაღაცას რომ როგორ ჩანს ზეჭაბუკები მხოლოდ ზღაპარში არსებობენ და მშვიდობით ბაყ-ბაყ-დევო. ეხა ეს ხანჯლის გადაცემა და რაღაცა მოაყოლა ფრაზა მე ეს აღარ მჭირდება. ნესტანს ეგ აღარც ჭირდებოდა, იმიტომ რომ ნესტანი ვინც მოკლა, ზებულონმა მოკლა. და თავის მკვლელსვე გადასცა ის ხანჯალი. რა თვალსაზრისით მოკლა? ნესტანს რომელსაც სჯეროდა ზღაპრის და რომელსაც სჯეროდა იმისი რომ ზებულონი იყო იმ ზღაპრიდან გადმოსული მზეჭაბუკი, რომელსაც წამდა იმისი რომ ზებულონს ის თავისთვის უნდოდა და არა ისკანდერ ხანისთვის წასართმევად. ამ ნესტანმა ზებულონისგან პასუხი ვერ მიიღო და ზებულონმა იმითი რომ თავისი უპასუხობით და ნესტანის გაშვებით ფაქტობრივად ნესტანის შუაზე გააბო. ერთი მხრივ ის ნესტანი რაც თქვით, რომელსაც წამს ზღაპრის და ელოდება ზეჭაბუკს და ის ნესტანი, რომელიც დაქორწინდება მერე ისკანდერ ხანზე. და შემდეგ წიგნში ორჯერ იხილავს ზებულონი ნესტანს, ერთი ქართლში, მერე სპარსეთშიც ნახავს და ნესტანის თვალებში შუქი არის ჩამქრალი. ანუ ეს ადამიანი ეგზისტენციალურად მოკვდა და ეს სიკვდილიც და ეს მკვლელობაც აქვს ზებულონს, ასე ვთქვა, თავის კისერზე თუ თავის თავს აკიდებული. ეგ ისეთი მკვლელობა არის, რომ ეგ შურიზიების გარეშე ვერ დარჩება და ისევ შურიზიება რაც დასაწყისში იყო ბოლოშიც ფიგურირებს და ნესტანის გაზრდილი ვაჟი ქაიხოსრო ბატონიშვილი იძიებს შურს ამისთვის და მოკლედ ზებულონს გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს. და ეხლა მე უკვე უშუალოდ გადავინაცვლე სიკვდილზე, ცოტა სწრაფი ესე ექსპრესივით ვქონდა. სასიკვდილო განაჩენს და სიკვდილს რაც შეეხება ზებულონის ანგელოზი, ასე ვთქვათ, სიკვდილის ცისფერი ანგელოზი არის თავად ნესტანი. და სიკვდილი არის ის მომენტი, როდესაც მათ ან მას ზებულონს მიეცემა იმის საშუალება, რაც ამ ქვეყნად არ დასალდა და რისი ადგილიც ამ ქვეყნად არ იყო. ის ნესტანს შეუღლება წმინდა და აუმღრეულ სიყვარულში, რომელშიც სხვა არაფერი არ არის სიყვარულის გარდა. სიკვდილი, ასე განმორცობდი და ვიტყოდი, ქარჩხაძემ ამ რომანში ის ასახა, რომ აი ამ რაღაც გამოუთქმელი, მარადიული, ამაღლებული მისწრაფებების ადგილი ამ ქვეყნად არ არის. და ის სივრცე, სადაც ეს მისწრაფებები შეიძლება განხორციელდეს, ამ სივრცეს ქმნის სწორედ სიკვდილი. და აქ ზებულონის მისწრაფებები ფაქტობრივად თავს ავლენს თავისი აბსოლუტური სახით. მე მახსენდება ერთი ცნობილი მოაზროვნის ფრაზა, რაღაც სიურეალისტი ის იყო ანდრე ბრეტონი, მანიფესტი ეკუთვნის და ვიტყვი ხა რატომ რომ მე მჯერაო, რომ ერთი შეხედვით და ორი ისეთი ურთიერთსაპირისპირო რამ, როგორიც არის ოცნება და რეალობა, გაერთიანდება ერთ აბსოლუტურ ჰიპერრეალობაში. ბოლოს ეს რომანი როგორც მთავრდება, მან დგება სწორედ ეს აბსოლუტური ჰიპერრეალობა, ზერეალობა, სადაც აღარ არსებობს ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის, სადაც ოცნება ბოლომდე შეისხამს ხორცს და სადაც აღარ არის ეს დუალობა, აღარ არის გაპობა და გახლეჩილობა, აღარ არის ზებულონი და ზებულონი, ნესტანი და ნესტანი, აღარ ზღვარი აღარ არის ნესტანსა და ზებულონს შორის და აღარ ზღვარი აღარ არსებობს სინათლესა და სიბნეles შორის. და ის სპეციალურად ამ რომანის უკანასკნელი სიტყვები რო ავიღოთ, ხა ჩემ მეხსიერებას არ ვინდობი ჩავიხედავ აქ. ბოლოს სიტყვები არის ასეთი და თქვენც მიხვდებით რას ნიშნავს. ირგვლივ ყოველივე ისე კაშკაშებდა, თვალით აღარა იხედებოდა რა. და ამის გამო ზებულონი ვერ მიხვდა, სინათლე იყო ეს თუ სიბნელე. ეგ ისეთი რეალობაა, სადაც ბნელი და ნათელი დაემთხვა, სადაც ის რაც გაპობილი იყო, სამუდამოდ შეუერთდა ერთმანეთს. და ფინალის სახით იმას ვიტყოდი, რომ ეგ ისეთი სიკვდილი, აი როგორც ქრისტიანობაშია, ქრისტეზე რომ სიკვდილით დამდრგუნველია, ხო? ამ თავისი სიკვდილით ზებულონმა დადრგუნა ის სიკვდილი, რომლითაც მოკლა დაროაშვილები და რომელმა სიკვდილმაც ის ორ ნაწილად გააპო, ზებულონმა და ზებულონმა, ზებულონა და ზებულონად. და ამგვარად ფინალში ეგ სიკვდილი არის გარდამქმნელი სიკვდილი და ამ სიკვდილის პირას სწორედ ზებულონი პოულობს არა მხოლოდ მარადისობას, არამედ ის პოულობს და აღიდგენს თავის დაკარგულ დროს და ეგეც ქარჩხაძემ შემთხვევით არქნა, რომ ეს რომანი სიკვდილის სცენით იწყება, სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება გაუელვებს
და სიკვდილის წინ აღუდგება მთელი თავისი ცხოვრება და დაინახავს ერთიანობას თავის გაპობილ სხვადასხვა ნაწილებს შორის. ცისფერ სიკვდილზე ხო არის ლაპარაკით. ბოლოს ასე ვახსენე, რწმენის წიგნი ათქო და მეც ასე დავამთავრებ, ხო? სიკვდილის მერე რა არის? სიკვდილი იმიტომ შეიძლება იყოს ქარჩხაძესთან ცისფერი, რომ ეს დასასრული კი არ არის საბოლოო, არამედ არის პრინციპულად ახალი ცხოვრების დასაწყისი და იმ მიდრეკილებების, მისწრაფებების, განხორციელების სივრცე, რომელთა ადგილიც ამ ქვეყნად არ იყო. ამიტომ ქარჩხაძის სიკვდილი არის ცისფერი, აი გალაქტიონი მანამდე სხვა ქართველი ავტორი გეუბნება, რომ სიკვდილის გზა არა არის რა ვარდისფერ გზის გარდა. რა მეც ამ ნოტაზე დავასრულებ და ეხლა თქვენ იფიქრეთ თქვენთვის ცისფერი თუ რა ფერია? მე იცით რას ვქორწებულზე რომ როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი ცხოვრებაში და პირველი თანუაშრომლები ჩაიაზრდა. მზად არ იყო ამის გასამკლავებლად. კი. დაეხმარა ამისთვის. ჯერ იმოქმედა და მერე გაანალიზა ეს გონება მერე მოვიდა როგორც აღნიშნეთ უკვე და მეორე იყო როცა ნესტანი გაიტაცა ან ფიქრობდა რომ გაიტაცა ჯერ იმოქმედა და ისიც გვიან გააცნობიერა რა უთხრა ნესტანმა რომ მე მეგონა შენთვის გინდოდიო კი ზუსტად მერე ხდება იმ მომენტში ვერც მიხვდა რა უთხრა და ანუ ამისთვისაც არ იყო მზად ესე იგი იმ მომენტში როცა რაღაც ხდებოდა არასდროს მზად არ იყო დაგვიანებული ისენი ქონდა მე დაგვიანებული ცოდი კი აჰა აი ცოტა მიახვდა და მე ჩირს დაწევა თვითონ ქარჩხაზეც ხო წერს ზებულონი ვერ მიხვდა თავის ზღაპარში იყო და ამიტომ წაერთვა ეს ზღაპარი ისე ხო აი ეს როგორც ვახსენეთ იქ საუბარშიც რო ქონდა რომ ზღაპარი მას დამარხული აქვს თითქოს მასში არსებულ სკივში და ის ვერ წარმოუდგენია ზებულონს თუ შეგიძლია ეს სკივრი შენი შინაგანიდან ამოთხარო და იმით რაც ამოთხარე ისარგებლო ასე ვთქვა და იმით რეალურად იხარო და განახორციელო ამიტომაც იოվել ბატონიშვილზე ზღაპარს ის თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებში თუ მოუხმობდაო სულ იმ ზღაპარსაც უფრთხის იმ ზღაპრისაც ეშინია რომ ნამეტანი არ გაიტაცოს იმ ზღაპარმა და ზღაპარიც რომ მოდის იოველი რეალურად ზებულონი ამისთვისაც შეუმზადებელია მას ვერ წარმოედგინა თუ შეიძლება ზღაპარი შენთან მოვიდეს კი ეგ ხა ქარჩხაძემ ვაგვატიროს ეგ ეფექტია მაგრამ ამ ფორმასაც ხო გააჩნია შურიცეების ეს თვითონ აირჩია სიტყვაზე ყველაზე უკიდურესი ფორმა და არა რაღაც ჩვეულებრივი აი ძალიან დიდი მადლობა ძალიან საქმეც იმაში რომ ზებულონს ეგ არც აურჩევია მან რაც ჩაირთო ეგ იყო სრული ავტომატიზმი შენ აღარც ფიქრობ რა უნდა გააკეთო არამედ შენში არის რაღაც ინსტინქტი რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს თქვენ თუ გახსოვთ რამდენიმე დღე ეძებდა იმ გაქცეულებს და რაღაცა მომენტები აქვს სულის მოთქმის მომენტები როცა თითქოს კვალი აერევა მაგრამ მასში არის რაღაც რომელმაც ზუსტად იცის ეგ არის წერა თუ ბედისწერა რომ მე იმ ხალხს მივაქნებ და იმას გავუკეთებ რაც უნდა გავუკეთო და მან ადამიანში ამ დროს იძინებს ამ თლიანად უკანა პლანზე გადადის მისი კრიტიკული განშა ისეთი რამეა რა აფასებ რომ აი ეს რო გავაკეთო ამას რა შედეგები ექნება სხვა რო გავაკეთო რა შედეგები ექნება გაეთიშა ეს ისე ცხოვრების რაღაცა შემთხვევებში კაია როდესაც მასეთი რამე გაქვს მაგრამ საქმე იმაშია რომ შენში არსებულ ამ დეტერმინიზმს აი ამ გამჭოლ მზერას ან ამ ცივსისხლიანობას უნდა აკონტროლებდე თუ ამას ვერ აკონტროლებ იმისი მსხვერპლი და იმისი ტყვე ხარ კი თლიანად ჩაითრია და ჩაიყოლა იმ ძალებმა ზებულონმა კი არ გააკეთა ეს იმ ძალებმა გააკეთეს ეს და ზებულონი გამოიყენეს აღსასრულებლად ბედისწერასთან დაკავშირებით სხვათა შორის არსებობს ასეთი ფრაზა თუ ციტატა რომ სანამ არაცნობიერს ვერ გააცნობიერებ მანამდე შენ მას იღებ როგორც ბედისწერას ხო ეს ისე ფრაზა მე ჩემს საუბარში ხედავდით ხო ეს არაცნობიერი ძალები და მოთხოვნა გაცნობიერების ეხლა დიდი მადლობა თქვენი აზრების გამოთქმისთვის აი ზებულონის დედასთან დაკავშირებით ერთ რამეს შევეშნოდ რომ ზებულონის დედა უფრო მეტად ჩემი აზრით მამის ამბავს კი არ გადაყვა თვითონ ზებულონის ამბავს გადაყვა კი იმიტომ რომ ზუსტად
კი, იმიტომ რომ ის ღმერთს ეუბნება, რომ აი მე რა ცოდვა მაქვს ასეთი რა დავაშავ, რომ 4 ვაჟი დაბადებისთანავე დამეღუპა და ეხლა ჩემმა ვაჟმა კიდევ ამ ცოდვაში ფეხი ჩადგა და ასეთი რამე ჩაიდინა. ანუ ჩემი აზრით დედამისიც რეალურად პრიმიტიული იყო, ხა განათლების და იმის თვალსაზრისით თუ ვიტყვით, ხო? მაგრამ ეს ქალი სადღაც გრძნობდა, რომ მისმა შვილმა იმათი დახოცვით თავიც დაიღუპა და თავის შვილის დაღუპვას გადაყვა ეს ქალი. მარტო ქმრისას იმას კი არა, ქმრის მოკვლას. კი, მეც ვიზიარებ პოზიციას, თუმცა აი დედასთან დაკავშირებით მე მაინც ის მაქვს, რომ საკუთარ შვილს არც ტრამპის გადალახვაში დაეხმარა. რაღაცას, ანუ ნახეთ, რაღაც მომენტში არის, რომ ადამიანი, როდესაც არასწორ რაღაცას გააკეთებ, ამით არ დამთავრ თუ ფიზიკურად თუ არ მოკვდი, იქნებ რაღაცნაირად ამის გადალახვა და ტრამპის დამუშავება შეგეძლოს. არც ამაში არავინ არ დაეხმარა და დედამისმა კი ბატონო, ცხადია რომ მე გეთანხმებით იმაში, რომ თავის შვილის ტრაგედიას უფრო გადაყვა, მაგრამ კი არ დაეხმარა, რამე გზა კი არ მოძებნა. იმანაც სიკვდილი აერჩია. კი, ზუსტად. და რაღაცნაირად ზებულონის სულს გაუფრთხილდა. სიცოცხლის ბოლოს ამბობს ესეთ რაღაცას, რომ ეს 40 დღე იცოცხლა და მე მიიწვა თავის გაუბედურებულ გამარჯვებაში. ეს 40 დღე უფალს ვაერდებოდა მარხულო. კი. შიმშილანი, ხოლო ლოცვაში, ანუ გამდეგიერი ცხოვრა ის 40 დღე არავინ არ მიიკარა და უფალს თხოვდა, რომ ზებულონისთვის მიეტევებინა ის ცოდვა, ის უზარმაზარი ცოდვა, აი რაც ადამიანების ამოხოცვას უკავშირდებოდა და უთხრა, რომ ბოლოს ეუბნება, რომ არ იცი ღმერთმა მოგიტევა თუ არა. მე ვთხოვეო, რომ იქნებ მე ავიღო შენი ცოდვის სიმძიმეო, მაგრამ არ ვიცი რამდენად მოგიტევებსო და ეს არის დილის თავარი, რომ შვილის სულზე იზრუნა და არა დაუშვათ ხორცზე ფიზიკურზე. მე ისე ვფიქრობ, რა დედამ თავისი როლი ამ დღეში აწარმოებს. რა უნდა შეეძლოს დედას თუ არა სულზე, შვილის სულზე ზრუნვა. დიდი მადლობა. ფიზიკურ ამბავზე. ჩემი პოზიცია ესეა. და თან დავამატებდი, რომ აი ესეთ რო არ დაეხმარა გადალახვაში. აი რაღაც მომენტში ზებულონსაც თავი გავანებოთ და ჩვენ ცხოვრებაშიც რო ჩავიხედოთ, როცა ესეთი ძალიან ძიმე და ისეთ მომენტებში სხვაწყებით რამე შეიძლება ჩვენი სულის ტრანსფორმაცია გამოიწვიოს. რაღაც მომენტში რაც არ უნდა ყავდეს მხარდამჭერი სისტემა, მაინც მარტოჩებით მაგ პრობლემას და ჩემი აზრით რაღაც და ასე რომ რამდენად შესაძლებელი იყო რომ ამ შემთხვევაში ზებულონისთვის ვინმეს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოეჩინა, აი შესაძლებელი თქოს მოხერხდებოდა ამაშიც ეჭვი მეპარება ცოტა სიმართლე. პირველ ჯერზე თითქოს ზებულონს აი მკვლელებს შურისძიებას თხოვდა ასევე სოფელი, უბრალოდ სოფელი ამას და ვერც ბიძები ამას ხმამაღლა ვერ ამბობდნენ და შემდეგ უკვე იმავე სოფელმა მოითხოვა ძაღლების მოკლა და ზებულონს ეს შემოუთვალეს ბიძების პირით და ძაღლების მკვლელობის შემთხვევაში ზებულონმა ეს კი არ გააკეთა რაღაცა ინსტინქტური დეტერმინირებულობით, რაც პირველ შემთხვევაში იყო, არამედ ეს უკვე ნიჰილისტურად გააკეთა. ნიჰილიზმი იყო რა მას შემოქმედებული, რომ მისთვის უკვე სულ ერთი იყო. ის ხალხი მომაკვლევინეთ, ეხა ძაღლებიც გინდათ, მიიღებთ ამ მოკლულ ძაღლებსაც. გასრული ნიჰილიზმი, როცა შენთვის სულ ერთია. თორე რა დაუშავეს რეალურად იმ ძაღლებმა? ხო. თინია. ეხა მაგაზეც ვისაუბროთ. ეგარ შემომიყვანია, მაგრამ ეს ქალი თავისით მივიდა, ხო? აი, ჩემთვის იყო ძალიან შოკის მომენტი, რომ ზებულონო წარმოუდგენელი იყო რაც ქალებზე რაც ისეთი ფიქრები, როგორცაც სხვა ბიჭები ფიქრობდნენ, იმათი რომ გაუძახებს აქ მოდიო, ეგ მომენტიც აი ძალიან ინტიმისტურია რა, უკვე თითქოს აღარაფერი აღარ აინტერესებდა მთლიანად რაღაც შინაგან ნებს მიყვება რა. აი იმ ზებულონსა კი რასაც თქვენ თქვით ამ ზებულონს შორის რაღაცა ყრუ გაუვალი კედელი არის აღმართული და ეს ზებულონი არ იქცევა ისე როგორც მოიქცეოდა ის ზებულონი და საერთოდ აი ის ქალიც ის თინიაც რომ მის სახლთან მოხდა მთელ სოფელს ეშინია და ეს ქალი საიდან ხვდება ხო მის სახლთან
ეგ ძალიან სერიოზული რაღაცა, ეგ არის სიცოცხლისეული ინსტინქტი, როცა თქმაც არ გინდა. ანუ ტანი გეძახის, ეს ხალი ტანმა მიიყვანა ეგ. ზუსტად მაგათ ეგ ისეთი დონეა, როცა გონება გათიშულია. მთლიანად ტანი მოქმედებს. მაგას ლაპარაკიც არ უნდა. ეს ხალი ინსტინქტით მივიდა. და ამიტომ ზებულონს რომ მიაწერენ იძალა და ასე შემდეგ, ეგ საერთოდ სხვა შრეებია. ეხა ისე არ გაიგოთ რომ მაგრამ ხო თქვა რომ ისე მიხურებდა მეგონა შემჭამდაო. კი, ეგ ცხადია თქვა. გამოვიდა შეშინდა და იმიტომ შიშის გა. დიახ. ამ ქალმა დიდი მადლობა. ამ ქალმა ასე ვთქვათ, ზებულონის მზერაში ეს რა თქმა უნდა დაინახა და მისთვის შიშის მომგვრელი იყო. მაგრამ მეორე მხრივ, როგორც ქალი, მისგან როგორც კაცისგან, ის გრძნობდა იმპულსს. სხეულებრივ დონეზე. და ეხა თვალებში რა დაინახა, ხო, ეხა მივხვდა რომ, კაი, კაცი იყო და თან საშიში კაციც იყო. ეგ გამრცობა არა. მე თვითონ ხვალაც მოვიდე. ესე კი რა იყო? ეშინოდა მარტო. კაი, ხა, შინო ჩამა. არა, მათ ჩემი აზრით თქვენს ორივე მომენტი თამაშობდა თავის როლს. და ეს შიშიც არის ინსტინქტური შიში და არა გონების საცერში გატარებული შიში. საერთოდ მაგ თინიას თუ ვიღაცას ჩემი აზრით გონება არ უმუშავებს. ანუ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, ეხა ეგ არის ფაქტი. უფრო ისეთ მომენტი იყო, ხო? ზეზე კაცი მიდეში კურსასთან თავის სოლიების ყოველდღე. ოღონდ სიყვარულის კი არა, უფრო შიშით და მე ყოველდღე ხუთის მაგაზე კურსასთან რჩება. არა, მან კიდე უფრო რაღაც ტრაგედია. ეს გოგო არ მგონია მე ატირებულიყო ან რაღაცა. შიშის მომენტი იქაც იყო, თქო, მაგას გავუსვი. ხო, ის შეიძლება უფრო იძულების მომენტიც იყოს და ზეწოლის მომენტი. მას მოსულიყო და დაელაგებოდა მისი სახიდან. კარგი, ეგ ხო მართალია. მაგრამ აი მან კიდევ რაღაცა სხვა მომენტები შემოდის, ასე ვთქვათ. და აი ეს მინდა მე კონკრეტულად ეს თინიას და ზებულონის ამბავი დავინახო, აი მინდა რა, პრინციპში ასე ვხედავ. წმინდა ინსტინქტის დონეზე. აი ფსიქოლოგია, ფსიქიკის სტრუქტურა რო ავიღოთ, ხო? არის რაღაცა დაბალი ფენები, არის უფრო საშუალო მაღალი ფენები. და შენი ქცევის დროს სხვადასხვა ფენებში მოქმედებ და ჩემი აზრით თინია უდაბლეს ფენებში მოქმედებს. და აი თქვენ რა მაგალითსაც ამბობთ, აი ელენე რა მაგალითსაც ამბობთ, ის უკვე ცოტა სხვა დონეა, ხო? აი იგივე რაღაც სოციალური მომენტი შემოვიტანეთ, რომ სახლის დალაგება, რაღაცა შესაბამისი სამსახურის გაწევა და ასე შემდეგ. და ეს ძალიან ისეთი დონეა, ცხოველური და ინსტინქტური. მაგ დონეზე მე არ შემიძლია რომ გონებით რაღაცეები გამსაჯო.